თქვენი დრო მოდის ბატონო. მოვიდა. ყველას მოგესალმებით. ჩვენი კომისიის მუშაობა გრძელდება საჯარო სხდომების ფორმატში. ჩვენ დღეს გვყავს 4 პირი ახსნა განმარტებისთვის მოწვეული. პირველი ეს გახლავთ ბატონი რამაზ ახვლედიანი, რომელიც გახლდათ სხვადასხვა სამართლებრივი ფორმითა და სხვადასხვა კანონის შესაბამისად გაფორმებული დოკუმენტების საფუძველზე თბილისში ლისის ტბის მფლობელი და ის კითხვებზე გასცემს პასუხს იმისათვის, რომ ჩვენ გავიგოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც საკუთრების უფლებები დაირღვა უხეშად, რა როლი ჰქონდა ბატონ მამუკა ხაზარაძეს და TBC ბანკს და მის ზოგიერთ თანამშრომელს მოცემული პირის მისი ოჯახის დატერორებისას და საკუთრების უფლების უხეშად შელახვისას. აქაც ფიგურირებს მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ფიგურირებენ და მათ ხელში იარაღად დაშინებისა და ქონების წართმევის უკანონო გზით ფიგურირებს როგორც ინსტრუმენტი თუ იარაღი ბატონი მამუკა ხაზარაძე და TBC ბანკი. გუშინ ჩვენ ნახეთ, რომ ბატონი მამუკა იყო წარდგენილი სასამართლოს წინაშე ბრალდებული სახით, მას დღეს აქვს ბრალდებული სტატუსი. და მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბატონი მამუკა თავისი გასამართლების პროცესს უნდა დაელოდოს შინ, მაგრამ უნდა გადაიხადოს ამისათვის 50,000 ლარის ოდენობის გირაო. ეს რა თქმა უნდა არ არის არც განაჩენი და არც გასამართლება, მარტივ ენაზე ვამბობ, რომ ყველამ კარგად გაგვიგოს. სასამართლო პროცესები წინ არის და ჩვენ აპრილი-მაისის თვის განმავლობაში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონით დადგენილი ვადები, შევიტყობთ რა იქნება განაჩენი, რომელიც მასთან დაკავშირებით გამოვა. მანამდე დაახლოებით 2 თვიანი პროცესია წინ და ყველა ამას ყურადღებით დავაკვირდებით. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას ვუპასუხო, როდესაც კომისიას მან ბრალი დაძდო იმაში, თითქოს ჩვენი საქმიანობა ემსახურება მის დისკრედიტაციას. ჩვენი კომისიის საქმიანობა არ ემსახურება ბატონი მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის უკვე არის დისკრედიტირებული. ვინაიდან როგორც აქ მოსმენილი ფაქტებით ირკვევა, ბატონი მამუკა და TBC ბანკი მაშინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს იყვნენ რეალურად გარკვეული ტიპის ხელის ბიჭები, რომლებიც თავს აყენებინებდნენ და TBC ბანკს აყენებინებდნენ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს და სხვებს იმისათვის, რომ შრომელი ადამიანების საკუთრების უფლება შელახულიყო და არც იმას არ ერიდებოდა მაშინ ბატონი მამუკა და როგორც ჩანს არც ბატონი ბადრი სინდისი არ ქენჯნიდათ, როდესაც ეს ადამიანები გაუძალიანდებოდნენ სისტემას, ისინი ხვდებოდნენ საპატიმროში, მათ აწამებდნენ და ეპყრობოდნენ არაადამიანურად. ეს არის მთელი მამუკა ხაზარაძის ავანჩავანი და ანი და ჰოე. ეხლა მას აქვს ბრალდებული სტატუსი, ამიტომ კომისიაში რა კი არ გამოცხადდა დაანებოს ამ კომისიას თავი და მიხედოს სასამართლოს და სასამართლო პროცესს და პროკურორს ელაპარაკოს. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, შემდეგ ბატონი რამაზ ახვლედიანის შემდეგ ჩვენ მოწვეული გვყავს ბატონი გივით არგამაძე. ბატონი გივით არგამაძისთვის შეტყობინება იქნა გაგზავნილი, უფრო მეტიც მან პირადად მოაწერა ხელი იმის თაობაზე ინფორმაციას, რომ ჩაიბარა ეს შეტყობინება, შესაბამისად მისთვის არის ცნობილი, რომ ის დღეს 11 საათზე არის მოწვეული კომისიის წინაშე. საჯაროდ მან განაცხადა, რომ ის კომისიის სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს, მაგრამ ჩვენ რასაკვირველია მას ველოდებით, რომ ის გამოცხადდება და მე ბატონ გივის, რომელსაც შეტყობინება ჩაბარებული აქვს, შესაბამისად ჩვენი ოპერაცია გივი ჩვენ ვართ გივი წარმატებით დასრულდა, ვინაიდან ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება.
ვურჩევ ბატონო გივი მობრძანდით ვინაიდან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი. ამიტომაც მობრძანდით და გაეცით კითხვებს პასუხი, რომლებიც ეხება აგვისტოს ომს და იმ 8 წლიან პერიოდს, როდესაც თქვენ მართავდით უშიშროების კომიტეტს პარლამენტში. როდესაც თქვენ გვემუქრებოდით საქართველოს შვილებს, რომ სულს ამოგხვდიდით. ზოგს მართლაც სამწუხაროდ დაუდგა შავბნელი დღეები და სული ამოხადა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ ციხეში თუ ციხის მიღმა ქუჩაში დახვრიტეს ხალხი, აწამეს არაერთი ადამიანი და მოხდა ისე, რომ ჩვენ ვინც აქ ვართ და არა მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხლები და ვსვამთ კითხვებს და ვითხოვთ ამ კითხვებზე პასუხს. ამიტომ ბატონო გივი, ბუჩქებში ნუ დაიმალებით, გამობრძანდით, მობრძანდით, დაბრძანდით და აბსოლუტურად ცივილურ პირობებში გაეცით ჩვენს კითხვებს პასუხი. ამაზე მეტი გაფრთხილება მე არ ვიცი, როგორ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც არანაირი სურვილი არ აქვს, რომ ეს იყოს რაღაცა ტიპის სადამსჯელო მექანიზმი. საზოგადოებას აქვს კითხვები, კეთილინებეთ და თუ ასეთი უშიშრები იყავით 9 წლის განმავლობაში, ბაჩო ახალაიას, ზურა დეიშვილის და ვანო მერაბიშვილის იმედით და მათ იმედად ახლა მობრძანდით და გაეცით კითხვებს პასუხი. ამის შემდეგ ჩვენ მოусმენთ მოქალაქე კახა დაბრუნდაშვილს. მე საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ მისი საქმე ცნობილია ეგრეთ წოდებული გირგვლიანი 2-ის სახელით. ეს არის თავის დროზე გაუხმაურებელი საქმე და ჩვენ პირველად ღია ეთერით გავიგებთ ამ საქმის შესახებ, რომელიც არანაკლებ შემზარავია თუ არა კიდევ მეტად შემზარავი ზოგიერთი მისი ასპექტიდან გამომდინარე, ვიდრე რესტორანში განვითარებული მოვლენები გირგვლიანის საქმეზე, მაგრამ არის ნაკლებად ტრაგიკული იმ გაგებით, რომ მოცემული მსხვერპლი ცოცხალია სანდროსგან განსხვავებით, ქალბატონი ირინასგან განსხვავებით და ის დღეს ჩვენს წინაშე გამოცხადდება და ილაპარაკებს. ამის შემდეგ ჩვენ ქსნის ნომერ 15 პენიტენციური დაწესებულებიდან გვექნება პირდაპირი ჩართვა ერთ-ერთი მსჯავრდებულის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იხდიდა სასჯელს, ის დღეს კვლავაც იხდის სასჯელს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, როგორც მაშინდელი დღევანდელი ციხეში არსებული პატიმრობის პირობების შესახებ პირველი ხელიდან ინფორმაცია მოისმინოთ. ჩვენი სხდომა გადაიცემა საზოგადოებრივი საპარლამენტო არხის მეშვეობით, პირდაპირი ტრანსლაციით. მე მინდა ყველას ამისათვის მადლობა ვუთხრა, ასევე პარლამენტის ვებგვერდის, პარლამენტის Facebook გვერდის, ჩვენი კომისიის Facebook გვერდის მეშვეობით და ასევე მაესტროს ტელეარხი მაესტროს მეშვეობით, რომელსაც ვუხდი კიდევ ერთხელ საჯაროდ დიდ მადლობას. თუ ბატონი რამაზი მობრძანებულია, ვთხოვთ ბატონ რამაზ ახვლედიანს შემობრძანდეს დარბაზში და ამასობაში ბატონ ალუდა ღუდუშაურს თხოვს სიტყვას. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მე როგორც კომისიის წევრი მინდა ასევე გამოვეხმაურო იმ ასე ვთქვათ სრულიად ამორალურ საქციელს და მე ვიტყოდი რომ ეს არის ალბათ მეც მაქვს ერთხელ გაბრაზების უფლება თქვენსავით და ვთქვა რომ ეს კურდღლები რომლებიც თავს არიდებენ მოსვლას და საზოგადოების წინაშე პასუხის გაცემას და სხვადასხვა საშუალებით ლანძღავენ და ჭრილს აყენებენ კომისიას, კომისიის წევრებს. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქალბატონოთია კომისიის სახელით ჩვენი და ზოგადად კომისიის პასუხებისთვის და ადეკვატური და პრინციპული პასუხებისთვის. მე მინდა ყველას უთხრა ერთი რამ, რომ ჩვენ არავის არ ვაშინებთ და არა ესე არ არის რომ თითქოს რაღაც ვინმე სადმე დაბარება ან რაღაც ბრალდებული სტატუსი ან რაღაც მსგავსი ჩვენ გვახარებს ან რაღაც ჩვენ არ ვართ ბოროტები. მინდა საზოგადოებას უთხრა და მინდა პირველ რიგში ამ ადამიანებს უთხრა რომ ჩვენ არ ვართ თქვენაირები ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ არ ვართ ბოროტები, ეს არის მთავარი წყალგამყოფი და რაც განგვასხოვებს. ჩვენ არ ვართ ბოღმიანი ადამიანები, ჩვენ ღიად თავისუფალ
და დემოკრატიული პროცესში მონაწილეობას გთავაზობთ იმას, რომ აი ესე საჯაროდ საზოგადოების წინაშე მოვიდნენ და გასცენ კითხვებზე პასუხს. მაგრამ ის რაც ხდება, რომ თითქოს გაუგონარი და ასე ვთქვათ, სრულიად სასაცილო და აბსურდული მიზეზებიდან გამომდინარე არაპირებენ თითქოს მოსულას, ეს სინამდვილეში ნიშნავს საზოგადოების გასაგონად მინდა ამჯერად თქვა, რომ ეს ნიშნავს მათი მხრიდან პირველ რიგში საზოგადოებისთვის უპატივცემულობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის საზოგადოების წინაშე არსებული კითხვები, რომელიც საზოგადოებას მათ მიმართ აქვთ და შესაბამისად ეს ადამიანები უკაცრავად, მაგრამ საზოგადოებას ცდილობენ, რომ აბუჩა დაიგდონ. ჩვენი ვალი არის, როგორც საზოგადოების მხრიდან მონიჭებული მანდატის ფარგლებში დავიცვათ საზოგადოების ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს ინტერესები და რა თქმა უნდა, ეს არის ისტორიული პროცესი იმისთვის, რომ აი ეს მრუდე სიტუაცია, რომელსაც ის ადამიანები ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ, ეს ჩვენ არ დაუშვათ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ბატონ ალუ და მივესალმები ბატონ რამაზ ახვლედიანს. ბატონო რამაზ, მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის ჩვენი კომისიის წინაშე. პროცედურა გახლავთ ასეთი, რომ მე უნდა გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ ჩვენი კომისიის წინაშე ცრუ ახსნა განმარტების მოცემა სალაპარაკო ენაზე რომ ამბობენ ტყუილი ან გამოგონილი ფაქტები არ უნდა იქნეს მოტანილი წინააღმდეგ შემთხვევაში აქ ეს იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოცემული პირის მიმართ, ასევე კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი, ასევე კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება იწვევს ასევე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ის ფაქტი, რომ მე ამის შესახებ თქვენ გაგაფრთხილეთ, რომ ეს თქვენ იცით, დოკუმენტი უნდა იყოს თქვენთან და გთხოვთ ამის დასტურად მას მოაწეროთ ხელი, რის შემდეგაც ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ დავიწყოთ სხდომა. ბატონო რამაზ, დიახ, მოაწერეთ თუ შეიძლება ხელი, მადლობა წინასწარ. ასეთ მეთოდს შემოგთავაზებთ მუშაობის, თუ კი ეს თქვენთვის მისაღები იქნება 15 წუთის განმავლობაში, რომ გააცნოთ კომისიას ის საქმე ქრონოლოგიურად, კონკრეტული გვარებით, სახელებითა და ფაქტებით, რომელიც გულისხმობს თქვენ მიმართ ჩადენილ საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს და შემდეგ ჩვენ დავსვამთ კითხვებს და უკვე კითხვა-პასუხის ფორმატში გავაგრძელოთ, თუ ეს მისაღებია. ჩართეთ მიკროფონი და გისმენთ თუ შეიძლება. მოგესალმებით, ვაცნობიერებ, წავიკითხე, ხელი მოვაწერე და ტელევიზიის და კომისიის წევრებისთვისაც აქვე ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ მე მხოლოდ ვისაუბრებ ფაქტებით და იმ დოკუმენტებით, რომელიც ჩემს ხელთ არის და არა, თქვათ, რაღაც ემოციებით, იმიტომ რომ ემოციები ცოტა ზალავს ადამიანს და შეიძლება რაღაც ზედმეტი მომივიდეს, რომელთაც სხვა ადამიანს მესამე პირს რაიმე ზიანი მივაყენო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს საკითხი როგორც არის, მე ეს დღეებია ვადევნებ თვალყურს, ჩემთვის უცხო არ იყო, მაგრამ უფრო ახლოს გავიცანი საკითხები, რომელსაც მე ესე უწოდებ, ეს იყო სისტემური დანაშაულები ადამიანების წინაშე, სისტემა, რომელზეც ერთხარეს იდგა სახელმწიფო მაღალჩინოსნები და ვიღაც დაინტერესებული პირი, რომელიც დაინტერესებული იყო, თქვათ, ჩემი ქონებით. და ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია, თქვათ, რომ არ თქვა ის, რაც სათქმელია და რაც საჭიროა, თქვათ, სიმართლის დასადგენა და ალბათ შემდგომში ჩემი დაზარალებულად ცნობა არ ცნობის საკითხის გადასაწყვეტად. დიდხანს თავი რო არ მოგაწყინოთ, მე შემიძლია მოკლედ გითხრათ, რომ 1998 წელს ქონების მართვის სამინისტრომ გამოაცხადა ლისის ტბის შენობა ნაგებობები მხოლოდ და მხოლოდ და გამოიტანა კონკურსზე გასაყიდად, სადაც მივიღე მონაწილეობა როგორც ფიზიკურმა პირმა. შედეგებით გამოუცხადი გამარჯვებულად, შემდგომში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები და შედგა ჩვენ შორის, გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი, შესაბამისი ხელშეკრულება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ქონების იჯარის, ეს რახან იჯარა გამოწყო, იჯარაც უნდა მეხა და პლუს გამოსასყიდი
თანხა, რომელიც სახელმწიფო თქვათ მიიღოთ, ეს უნდა მოხდარიყო 5 წლის განმავლობაში, რაც მე პირნათლად შევასრულე სახელმწიფოს წინაშე. შედგა ჩვენ შორის შედარების აქტი, და პრინციპში ქონება, რომელიც მე უნდა დამერეგისტრირებინა და მოეცა ჩემთვის მაშინდელი ქონების მართვის სამინისტროს. კანონმდებლობაში მოგეხსენებათ მოხდა ცვლილება, რომ მიწებიც უნდა გაყიდულიყო ამ შენობა ნაგებობებს დამაგრებული, რომელიც იყო. დიდხანს არ შეგაწყენთ ამ საკითხით. შესაბამისად მეც რა თქმა უნდა, რომ იურიდიული მოქმედების საშუალება მქონოდა, დავაფუძნე კომპანია. ამ პერიოდში ყველას კარგად გვახსოვთ, რომ ლისის ტბა დაშრა, მაშინდელი ქალაქის მერიის ხელმძღვანელობასთან და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთად შევქმნით კომისია, რომ გადაგვერჩინა ლისის ტბა, იმიტომ რომ არ ჩემი პროექტის განვითარებას არ ექნებოდა თქვა ტბის გარეშე არანაირი მნიშვნელობა და ქალაქისთვისაც აუცილებელი იყო, რომ ეკოლოგიურ თვალსაზრისით ყველას მოგვეხსენება რა მნიშვნელობა აქვს მას. ახლა მე შემიძლია თავად ვთქვა, რომ დღესაც კი ქალაქის ფილტვებს უწოდებენ. დიდი მუშაობის შემდეგ მოახერხეთ, ვიპოვნეთ წყლები, გრუნტის წყლები, რამდენიმე წლიანი თქვათ მუშაობის შედეგად ტბაც შეივსო და გავათევზიანეთ. ამას მე მომცა უფლება, მე მიმართა ქალაქის მერიისთვის განვითარების პროექტი, ანუ რა იყო თქვათ ჩვენი კომპანიის ინტერესი, რომ განვითარებულიყო ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ მოიწონეს ჩვენი გეგმა, გაიცა საპროექტო დავალება. დავიქირავეთ შესაბამისად, ცოტა ისეთი სიტყვა, მაგრამ ასეა, არქიტექტორები, რომლებმაც დაიწყეს ლისის ტბის გეგმის დამუშავება თუ სად რა უნდა ყოფილიყო, თქვა, სად იქნებოდა აქტიური ზონა, სად იქნებოდა პასიური ზონა და შემდგომში დავიწყეთ მის დეტალურ დამუშავებას, რა თქმა უნდა, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმების შემდეგ. 2004 წელს, აგვისტოს თვეში მე უკვე უნდა წარმედგინა ზემოთ აღნიშნული პროექტი, გეგმა და მაკეტი ქალაქის არქიტექტურაში და ამ საკითხით ვიყავი დაკავებული, ჩემთვის მოულოდნელად დამირეკეს მერიიდან, მოულოდნელად იმიტომ ვიძახ, რომ ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გქონდა, იმიტომ რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ ამ განვითარების საკითხით და მთხოვა შეხვედრა, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ეს მაშინდელი ვიცე-მერი თუ პრემიერი, ახლა აღარ მახსოვს ზუსტად როგორი თანამდებობა იყო, ბატონი თემურ ქურხული, რომელმაც მითხრეს შეხვედრა სჭირდებოდა ლისის ტბის საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დავთანხმდი, შევხვდით, ვისაუბრეთ, გაერკვა სიტუაციაში და მე უცბად მოულოდნელად მეუბნება, რომ მისდა სამწუხაროდ დამოვალეს ჩემთვის ესეთი ფაქტის გადმოცემა, რომ პირველი, ასე მითხრა, არის დაინტერესებული იმით, რომ ჰოლანდიელი ინვესტორი, რომელიც მე შემხვდებოდა, მასთან უნდა გამეფორმებინა ერთობლივი კომპანია ან საწარმო და რომელიც მოახდენდა შემდგომში ამ ლისის ტბის განვითარებას. მე შევთავაზე, რომ მოდით როგორც ბიზნესმენი, ჩემი გეგმები მქონდა, უთხარი, აი ბოლომდე ჩამოყალიბდები, მე უფრო მძლავრად ვიდგები, რომ ეს გეგმა მაქვს, პროექტი მაქვს, ყველაფერი მაქვს და შემდგომში მექნებოდა შეხვედრა. მე ირჩია, მოდი ესე ვთქვათ, რომ მის ინტერესში არ შედიოდა, მაგრამ მე თუ ვარს ვიტყოდი, კიდევ ვიძახი, ეს იყო 2004 წელს. ოქრუაშვილი თვარსთე მაშინ გენპროკურორი იყო და მასთან მექნებოდა ურთიერთობა. და ასე ვთქვათ, რომ არ გავძალიანებული იყავი და მაქსიმალურად მეცადა ის, რომ ჩემი ნაშრომი და მე თვითონ დამეფასებინა და მაქსიმალურად ვთქვათ, ჩემთვის მეტი ვთქვათ, რაღაცა წილი დამეტოვებინა იმ შემდგომში დაფუძნებულ კომპანიაში. შევთანხმდით მეორე დღეზე, რომ მივიდოდი და შემდგომ შეხვედრაზე ჰოლანდიელი ინვესტორის მაგივრად, რაც ფაქტია, იყო ის, რომ დამხვდნენ იქ ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბატონი ირაკლი კილაურიძე, რომელიც მაშინ იქ გავიცანი, იმიტომ რომ არ ვიცნობდი მე ამ პიროვნებას და იყო GRDC ესეთი კომპანია ჰქონდათ, რომელიც იყო დაფუძნებული ოფშორულ კომპანიაში და მითხრეს, რომ ეს იყო წარმომადგენელი და ჰოლანდიელი მერე შემხვდებოდა. რაც გულახდილად გითხრათ, ცოტა მეუცნაურა, იმიტომ რომ წინა წლებში ჩვენ მქონდა 2001 იყო თუ 2002 წელი მე და ბატონ მამუკას შეხვედრა, მას ჰქონდა მცდელობა, რომ ჩემთან თქვათ შემოსულიყო ამ ბიზნესში, მაგრამ მაშინდელი წინადადება, რაც შემომთავაზა, იმდენად მიუღებელი იყო, რომ მე არ დავეთანხმე და ჩვენ ასე დავეშალე და უთხარი კიდევაც, რომ ჩვენი შემდგომი რაიმე ერთმანეთთან კონტაქტი გამორიცხული იყო.
ეს რო შევახსენე მამუკას მითხრა რომ არა უშავს რამოს ყველაფერი დაალაგდება ყველაფერზე მოუწესრიგებთ აგერ ბატონი ირაკლი თქვენ შეხვდებით ერთმანეთს და ისაუბრეთ შემდგომი პერსპექტივაზე და განვითარებაზე. ახლა დიდხანს თავს არ შეგაწყეთ ჩვენი გქონდა რამდენიმე ხნიანი მოლაპარაკება რომელიც რა თქმა უნდა დროში გაიწელა იმიტომ რომ ღია და თამამად შემიძლია თქვა რომ ვცდილობდი რომ ჩემთვის უფრო მეტი სასარგებლო პირობები თქვა შემექმნა მაგრამ მახსოვდა ამ დროს ეს გაფრთხილებაც რაც გამაფრთხილეს რომ ოქრუაშვილი გულმოდგინეთ თუ გულდასმით თუ როგორც არის მელოდებოდა და საბოლოოდ შევთანხმდით რომ ვაკეთებდით სააქციო საზოგადოებას იქ ამის დოკუმენტი არსებობს რაზეც ჩამოყალიბდით გაფორმა განზრახულობათა ოქმი და ამ 2004 წლის ბოლო პერიოდში დამეკავშირდა მამუკა ხაზარაძე და მითხრა რომ სახელმწიფო დელეგაცია მიყავს დიდ ბრიტანეთში რომ აჩვენოს თუ რა უნდა გაკეთდეს ლისის ტბაზე ანალოგი უნდა გადმოგვეტანა ან შერვუდის ტყის ან რაღაცა ასეთი პარკები და სკვერები დიდარია ჩვენ ვიცი დიდი ბრიტანეთი და მეც ვიყავი ასე ვთქვათ ამ ჩასმული ამ სიაში და მითხრა რომ ხომ გეცლება მე დავთანხმდი სიამოვნებით რაზე ვთქვა წავედით ვიყავით იმ კომისიაში იყვნენ ქალაქის მაშინდელი ვინც მახსოვს კარგად ეს იყო მერი ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი და რამდენიმე პიროვნება თვითონ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებიდან ჩავედ დავათვალიერეთ და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ მოულოდნელად მეუბნება მამუკა რომ ის ტერიტორია რაც ჩვენ გვაქვს ანუ რაც მე პრივატიზების შედეგად მეკუთვნოდა იქ არ იქნებოდა საკმარისი იმიტომ რომ მოახდინეთ ამ საკითხის განხილვა იყო დამატებით ტერიტორიები საჭირო რომ უფრო დიდი და გრანდიოზული გამოსულიყო ჩვენი საქმე რაზეც მე რა თქმა უნდა წინააღმდეგობა არ გაუწია რატო უნდა მეთქოვარი მითხრა რომ მუშაობდა ამაზე ჯგუფი ამ ჯგუფის თანამშრომლებს შევხვდი სხვათა შორის იმ პერიოდში ჩამოუყავდა უკვე ამ სააქციო საზოგადოების თანხებით არა მარტო ქართველები არ მუშაობდნენ ამასთან ჩვენთან სხვადასხვა უცხო ქვეყნის არქიტექტორები რომლებიც სხვადასხვა გეგმებს და იდეებს გვთავაზობდნენ რახან ეს ტერიტორიების მოთხოვნა დადგა ლისის ტბის მიმდებარედ იყო ყველას მოგვეხსენება მცხეთის რაიონის სატყეო მეურნეობის ტყეები და საჭირო გახდა მაშინ რომ გამოსულიყო განკარგულება მიიღო პარლამენტს კანონი ამ ორი წვის შესახებ სატყეო ფონდამ მიწების ამ ორი წვის შესახებ ეს პერიოდი ჩატარდა მიმართეს მაშინ ოფიციალურად სააქციო საზოგადოების წევრებმა ასე ვთქვათ ბატონ პრეზიდენტს წარუდგინეს გეგმა რა თქმა უნდა ჩართული იყო მთავრობა ჩართული იყო მერია და მიიღეს გადაწყვეტილება 2006 წლის ივლისის თვეში გამოვიდა პრეზიდენტის განკარგულება რომ ამორიცხულიყო მიწები და გადასულიყო სააქციო საზოგადოების ხელში ერთი ნაწილი ხო მეორე ნაწილი რომელიც მე ეკონომიკის სამინისტროში ისედაც მეკუთვნოდა თქვა პრივატიზების სახით განკარგულიყო ჩემზე და ოღონდ ყველაფერზე იყო რა თქმა უნდა პირობა ჩადებული მე ახლა აქვე თამამად შეგიძლია გითხრათ რომ ის რაც იყო ჩადებული რამაზახვლედიანის მიმართ ამ ბრძანებულებაში მე თითქმის კი არა ყველაფერი შესრულებული მქონდა იქ იყო ტბა შევსებული იყო გათევზიანება მისი ეკოლოგიური მდგომარეობა ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები მეც მაქვს და შემიძლია წარმოგიდგინო თუ არა გარემოს და სამინისტროში ყველაფერი ინახება ეს დოკუმენტაცია და ვადა მქონდა 2006 წლიდან 2014 წლის ბოლომდე. ეს ყველა პირობა შემესრულებენ. ანუ ჩავთვალეთ, რომ თითქმის სახელმწიფოსგან უკვე პრეზიდენტის განკარგულებით მიწები გადმოცემული იყო და ასევე იყო საუბარი მიმდებარე ტერიტორიები, რომელიც თქვი დაახლოებით ეს იყო 300 ჰექტრამდე ტერიტორია იმისი ვალდებულებების შესრულებაც. მე ახლა მე უკვე გადავალ იმ საკითხზე და თუ რამე კითხვები გამომგარჩევ ცოტა ვღელავ და შეიძლება რაღაც საკითხები გამომრჩეს იყო ასეთი რამ რომ 2006 წელს ეკონომიკის სამინისტროდან კიდევ ერთხელ მომივიდა დამატებით მოთხოვნა რომ წარმოედგინა მერიიდან თუ რა ღირდა 1 კვადრატული მიწა ან ნორმატიული ფასი რომელიც წარუდგინდა კიდევ ერთხელ მიმართე ეს იყო დაახლოებით აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისი
რომ მე მზად ვიყავი გავომესყიდე ეს რა თქმა უნდა მამუკასთან შეთანხმებული იყო ეს ჩემი მიმოწერაც და ყველაფერი და გაუგზავნე წერილი რომ მე მზად ვარ გამოვისყიდო ეს 63.5 ჰექტარი მიწა რომელიც 98 წლამდე ფაქტიურად იყო დაკავებული ამ ლისისთვის ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი ესე ერქვა ერთი თვის შემდეგ დაახლოებით ანუ რაღაც ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის და არა უпростоრად სექტემბერში ფინანსური პოლიციიდან დამირეკეს როგორც მე აღმოაჩინე იმიტომ ტელეფონზე არც რო პასუხები ხრა რომ ვარ ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი და ჩემთან უნდა გასაუბრება ლისის საკითხებთან დაკავშირებით. ნუ პირველად ჩავთვალე რომ ვიღაც ალბათ მეგობარი რომელმაც ხმა შეიცვალა და რაღაც ახან მიბარებს რაღაც ესეთი მოულოდნელობა იყო, მაგრამ ნუ მეორედ მითხრა მკაცრად რომ იცი რა არაფერი არ გვეხურე, მოგზანდებით საათ დამინიშნეს, დრო დამინიშნეს, მივედი და მომთხოვეს რომ იცით რა ჩვენ გვაინტერესებს თქვენი საკითხი ამ ლისისთვის გარშემო მიზეზად მოვიდოს რომ ძალიან ბევრი კომპანია არის ლისის ტბა და ჩვენ გვინდა შევისწავლოთ რამე ხომ არ არის აქ რაღაც სხვა ინტერესები. ნუ მე დავთანხმდი და დაწყებული პრივატიზაციის დოკუმენტებიდან დამთავრებული თუ რამე მქონდა რამდენიმე დღის შემდეგ წარუდგინე და დაიწყეს შესწავლა. ეს იყო მაშინ თან გამიკვირდა, იმიტომ რომ განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი უფრო სამართლოს უფროს თუ არ ვწდები, იყო ხიზანიშვილი სახელი სამწუხაროდ აღარ მახსოვს, უბრალოდ რომ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. მან მითხრა რომ იცი რა რამაც ჩვენ ეს საკითხები ისე კარგად აგვაქვს შესწავლილი, აი ესე გვაქვს ტომები შედგენილი, აქ საკითხი სულ სხვა რამეში დგას. მოკლედ გამომიცხადა რომ უნდა მეფიქრა ჩემ ბიზნესის დათმობაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. რაზედაც მე ვარ ევთხარე, ნუ რატომ კაცო აგერ პრეზიდენტის ბრძანებულება, ეს კომისია რაც მანამდე იყო თქვა დოკუმენტებს ამას სწავლობდა, ისე ხო არ გამოიცემოდა თქვა პრეზიდენტის განკარგულებები და მთავრობის დადგენილება. ყველაფერი მე წესრიგში მაქვს და თანაც ასე მოთხოვნა მე ვთხარ რომ მეუნები დაბა დოკუმენტები წარმოვიდგენთ ოფიციალურად, წერილი მაინც გამომიგზავნეთ. მეთქე რომ ეს დაბარება ჩავთვალო ოფიციალურად და საჭიროების შემთხვევაში ან ადვოკატით მოვალ, ან თქვა ჩემი თანამშრომლებით, რომლებიც ყველაფერს აგიხსნიან ამ საქმესთან დაკავშირებით. ნუ მითხრა ეს საკითხები არავის არ აინტერესებდა, რომ ჩემზე იყო რაღაც სისხლის სამართლის საქმე აღძრული და კარგად დავფიქრებული იყავი და აი ამის შემდგომ დაიწყო ის კოშმარი, რასაც ქვია, ნუ კოშმარი, რომელიც ნახევრმა საქართველომ ზოგმა ჩემზე მეტი გადაიტანა, ზოგმა ჩემზე ნაკლები, მაგრამ ნუ დაახლოებით ერთ დღეში ვიყავი, კიდევ ამობ ის სისტემური დანაშაული, რასაც ქვია. იმიტომ რომ თქვათ, როცა მელაპარაკებოდა ხიზანიშვილი, თქვათ გავიდოდა კაბინეტიდან, შემოვიდოდა რამდენიმე გაურკვეველი პიროვნება და იწყებოდა ხან ქუჩური ასე თქვათ დამოშევება ჩემი, ხან ვითომ მოფერებით, ხან და ეს გრძელდებოდა დაახლოებით თვეზე მეტი. თან ამასთან ერთად მე მინდა მოგახსენოთ რომ მომთხოვეს ინვენტარიზაცია, ეს დოკუმენტები კი გაქვთ წარმოდგენილი და კაიო კი ბატონო ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ აბა ეხლაო ეს ყველაფერი არისო, იქო თუ არ არისო, ჩვენ ესო ინვენტარიზაცია ჩაატარე და წარმოგვიდგინეო. ჯერ გამეცინა, იმიტომ რომ 98 წელს როცა პრივატიზებაზე იყო გამოტანილი ეს ობიექტები და მცირეფასიანი ინვენტარი, ჩათვალეთ რომ ყველაფერი თითქმის ამორტიზირებული იყო, მაგრამ ნუ მე გამიმართლა იმაში, რომ ეს ყველაფერი მართლა შემონახული მქონდა, ვასრულებდი შემოვალეობებს და ინვენტარიზაცია დადასტურდა, რომ ყველაფერი ასე ვთქვათ ქონება ადგილზე იყო. მაშინ მითხრა რომ ჩვენო სხვა გზა არ აგვაქვს, სხვა მეთოდებს უნდა მიმართოთო, ნუ როგორც ხდება რომ ამიხსნეს რომ ყავს ხან შვილებზე მესაუბრებოდნენ, ხან ოჯახზე, ხან ჩემს პირად ცხოვრებაზე, რომ თავს იღუპავ, ხლა არ ვიცი ამაზე შეიძლება ბევრი ვილაპარაკო, მაგრამ ბევრი ვერაფერი სასიამოვნო არც მოსასმენია და მე თუმცა ჩემს გასახსენებელი, უბრალოდ როცა ყვები ეს რაღაცა თითქოს წამებში და ეს ჩემი წამება კიდე გრძელდებოდა დაახლოებით ხო გეუბნით 2-3 თვე და იმას მნიშვნელობა არ ქონდა ვიყავი თქვათ მათთან თუ არა შეტელეფონი დამერეკავდნენ აბა რაკენი აბა რაშვები აბა როდის მოხვალ და ასე შემდეგ. ბოლოს 2004 წლის 4 ნოემბერი ამას ხას 6 წლის 4 ნოემბერი ხას უსმევ, იმიტომ რომ ეს იყო შაბათი დღე. ახლა ინფორმაციისთვის იმ დღეს მივდიოდით რაღაც ახლობლის ქორწილი იყო და ყველა კარგი განწყობით რა თქმა უნდა და ახლობით 10 საათის მიერეკავდნენ რომ მომთხოვეს რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავი მათთან ფინანსურ პოლიციაში. დილის ალბათ
10:30-დან 10 საათამდე რა ეს მზადებაში ვიყავით, იმიტომ რომ 11 საათზე კარგად მახსოვს ეს დღე, ხლა მით უმეტეს ისეთი რაღაცები დაემთხვა რომ იმას რა დამავიწყებს. მითხრეს რომ უნდა მე ვუთხარ რომ იცით რა ძალიან გთხოვთ კი რა დღე შაბათი დღეა თან ესე ქორწილში მივდივარ და თუ მაცლით ორ შაბათს გიახლებით მეთქი და იქ ისეთი ამბავი აყლა ტელეფონიდან რომ მე მგონა რაღაც სახელმწიფო დანაშაული ჩავიდინე თუ არ მოხვალ მე ჩვენ ვიციდან როგორ წესი წავდათ მიყვანის და მოყვანის ახლა არ გამიგო სხვანაირად მაგრამ მე რო დღეს უყურებ აი კომისიაზე არ მივალ პროკურატურა დაიბარეს არ მივალ თვითონ მოვიდეს ეს არა ეს რომ გამებედა ალბათ დღეს ჩემი ალბათ სახელი და გვარიც აღარ იქნებოდა დარჩენილი რა თქმა უნდა მივედი და პირდაპირ იქ დამხდნენ რამდენიმე ადამიანი რომლებმაც ერთ-ერთი იყო გამომძიებელი ჩოხელი რომელმაც მითხრა რომ მე შენ ახლა დამკითხა მოკლედ ეს ახლა სწორად ვამბობ ტერმინს და ნუ რაღაცა ანუ დაკითხვის პერიოდი გაგრძელდა 3-4 საათი, სადაც შიგადაშიგ რა თქმა უნდა იყო იმაზე ლაპარაკი, რომ აი ეხლა შენ უკვე გამზადებ ეტაპისთვის და რომ იცოდე და ამიტომ სანამ რაღაცა იქნება, აუცილებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ახლა ისე მოხდა რომ შევედი იმ დღეს არც ტელეფონი რატომაც არ გავამართვეს, სადაც ხელზე მეკიდე თქვა ძალიან ეჩქარებოდა, დაცვამაც აღარ შევამოწვა, ალბათ იმენჯერ შევდიოდი გამოდიოდი, თანამშრომელი თუ ვეგონე და შემოვიდა მოადგილე ვარო ესე გამეცნო გელოვანი კეზერაშვილის მოადგილე და ნუ საკმაოდ რაქნაო დაწერაო განცხადებაო და იმგენმა რო უთხრეს არა თავს იკავებსო ნუ ამაზე აღშფოთ და დაინახა მოხსენით ეხლავე ტელესახლის ხელიდან საათი წაართვით ტელეფონი და მომთხოვა რომ გამოყოლოდი გვერდზე ოთახში ნუ ვიფიქრე ალბათ დასაპატიმრებლად ან რაღაც ესეთი ის იქნება და ნუ რა თქმა უნდა დაემორჩილე მოიხსენი საათს ტელეფონის გადავიცი გავყევი აღმოჩნდა რომ იქ უკვე ყავდათ დაბარებული ყოფილი ქალაქის არქიტექტორი დავით ახვლედიანი ახლა არ ვიცი გახსოვთ არ გახსოვთ რომელსაც ნუ რაღაც იმ პერიოდში იყო ქალაქის არქიტექტორი და ნუ თავისთავად ხელი ქონდა რაღაც დოკუმენტებზე მოწერილი ახალი გამოსული იყო ციხიდან და მითხრეს რომ აი უყურე ამ კაცო ახლა ამას აქედანვე დავაბრუნებდო ციხიშიო ჩავმითვალეს და მაჩვენესია კიდევ ჩემი ოჯახის წევრების და ეს რამდენიმე არ იყო შემიძლია თქვა რამდენიმე ათეული კაცი იყო ასაც შეისწავლეს ესე კარგად ბავშვობის მეგობრიდან დაწყებული ნათესავი ეს ყველას დავაპატიმრებთ და მე შენ წახვალ ციხეში და აუხსენი ამ ხალხს რომ რატომ ზის ან უკაცრავად თქვენთან მაგრამ დანგრეული აბანოს და დამშრალი ლესბისთვის შეეწირნენ და შეეწირებიან და ხომ იცით რომ ამის გამკეთებლები ვართო თანო მითხრა კეზერაშვილმა ისიც მითხრაო თუ შენ დღეს ღამის 11 საათამდე არ გეკნებოდა დაწერილი განცხადებაო შენთან ერთად მეც დავამპატიმრებს და არა მაქვს სურვილი შენ ხო იცი რომ გამკეთებელია ამისიო და ამიტომ მეო მირჩევნიო და ყველაფერს გავაკეთებო რომ შენ ეს განცხადება დაწერო. ამას გეუბნებათ დავით კეზერაშვილის ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი გელოვანი, რომ მეც დამაპატიმრებს კეზერაშვილს. კი, ნუ ასეთი ბრძანება არისო გაცემული ის და ძალიან გაჭიანურდაო რომ ნუ ასე თავხედობა ეხლა ნუ რახან დეტალებში როგორ ყოფნისო რომ შენ ხო იციო მიხეილ სააკაშვილი არის ამ საკითხი დაინტერესებული, კეზერაშვილს დაავალა და ასეთი რამ ჩვენთვისო ამდენი ხანი არავის არ გაუბედიაო რომ და ახლა კარგად გექცევოდით ანუ კარგად მოქცევას ეძახოდნენ ნუ თქვათ იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეხლა ნამდვილად ვერ ვიტყვი რა მცემდნენ ან რაღაცა მაგრამ ნუ სტრესი მქონდა რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური მით უმეტეს იმ შემთხვევაში როცა ახლა შვილები მყავდა 13 და 15 წლის ბავშვები გოგოები და ნუ იმაზე აი ეს გადაკვირთ ახლა პირდაპირ ხო არ მეტყვი გადაკვირთ და იქ ცოლი ყავს და ჭკუაზე მოდი და ნუ ასე შემდეგ ახლა ერთი მაგალითი ის იყო რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე როცა მივიდიოდი მანქანას ვაჩერედი ფინანსური პოლიციის გარეთ ავტოსადგომი იყო იქ და ახლა მეგობარი მომყვებოდა რომ მე ხოვე რომ ყველაფერი ხდება და არ გააღონ რამე არ ჩადონ და შენ შორი ახლოს იყავი მანქანასთან უგაჩერდე თუ რაღაც ესეც შეხვდე მაინც სურათები გადაიღე რომ მომავალში გავამადგებათ რაღაც და მითხრეს იქ რომ შენი მეგობარი იტუზებაო შენ მანქანთან ბოდიში გამოთქმაზე შენ ხო არ გონიაო რამის პრობლემა გვაქვს ჩავალთ ეხლაო მაგბიცო მანქანის მოპარვას კიდევ ჟარგონს ვიხარ რაც მითხრეს ისე უნდა და შევტენითო მე შენი მანქანიდანო გასაბერტანს გადმოვიღებთ გავასრულებთ და წახვალთ იარაღის გაყიდვის მუხლით ციხეზეო იმასაც გეტყვით რომ გაფრთხილებული ვიყავი და ისე დაკითხვებს და იმას რომ მივდიოდი
ახალ პიჯაკებს რა გამოკერილი ჯიბეები და ამ შემდეგ და წყალს არ სვამდი და ნუ რაღაცებს ვარედები თავს რომ მე რამე შარში ისეთი არ გავხვეულიყავი რომელიც თქვა მე უფრო და უფრო ძნელი გამოსასწორებელი იქნებოდა მოკლედ ამდენი ერთმანეთთან ბრძოლით და იმით რომ მივხვდი რომ სხვა გამოსავალი არ იყო და თავსანმანებებდნენ და თვითონაც უკვე მათი განწყობა იყო, ნუ ბოლო-ბოლო დავთანხმდი რომ მეთქი დავწერ მეთქი მაშინ ამ განცხადებას, მაგრამ ვის სახელზე თქო და რა ფორმა უნდა შევარჩიო თქო და შენ არ ნერვიულობ, ჩვენ კი გარნახებთო და დამაწერინეს რატომღაც გიგი უგულავას სახელზე და მთავრობის სახელზე და არა იმ ადამიანზე, პრეზიდენტზე მყავს ხედულობაში, რომელმაც ეს განკარგულება გამოსცა. და ну, в общем, საერთოდ ჯამში რო არ მინდოდა თქვა ეს ჩემი ქონება, რაღაც ვალდებულებებს ვერ ვასრულებდი და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ დროს პრეზიდენტს განკარგულებს სულ არ მქონდა არაფერი გაკეთებული 2014 წლის ბოლომდე მქონდა ჩვენ ვადა და ჩემი ეს განცხადება დაეწერა 2006 წლის 4 ნოემბერს. ბრძანებულება გამოცემულია 2006 წლის ივლისში, ანუ ამას რაც მინდა ხაზი გაუსვა, დრო იმდენი მქონდა. მით უმეტეს ყავდა ასე ვთქვათ, ჩვენ პარტნიორები სააქციო საზოგადოება, რომელიც ჩამოვაყალიბეთ, იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი მამუკა ხაზარაძე, საკომისიო კომისიის, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბადრი ჯაფარიძე, მე მოადგილე ვიყავი, აქ-ამაკ დოკუმენტები რომ წარმოუდგენილი და წარმოგიდგენ თქვენს თუ საჭირო იქნება რომ საბანკო ანგარიშზე $2 მილიონ მეტი გვედო, კიდევ შემოსატანი ქონდა ხაზარაძეს $500,000 მეტი, ყავდა პარტნიორები IFS, EBRD, TBC ბანკი, GRDC და ის უცხოელი ინვესტორები, რომლებიც სააქციო საზოგადოების წევრები იყვნენ. და ასე ამას რატო ვამბობ რომ ანუ ჩვენ თავისუფლად შევძლებდით ამ ყველაფერი ვალდებულებების შესრულებას როგორც იყო თქვა ჩადებული პრეზიდენტის განკარგულებაში მაგრამ ეთყობა ან ზედმეტად ჩამთვალეს უკვე ან ცოტავად იქ ჩემი თქვა თუ თავიანთი წილი თუ როგორც ქვია და ამიტომ მაიძულეს კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეს ყველაფერი იყო ჩემი ნების საწინააღმდეგო დაწერილი განცხადება ერთადერთი ესი ჩაწერაც თქვათ მათთან შეთანხმების გარეშე შევძელი და ეთყობა ესე ეჩქარებოდათ იმიტომ რომ უკვე რაღაც 10 საათი შეიძლება 11-ისკენ იყო ამ განცხადების დაწერა რომ დავიწყე აღარ წაუკითხიათ ისე იმას ქნეს რომ იქ ჩაუწერე რომ ხოლმე და გიბრუნებთ ყველაფერს ნუ შინ არს ვამბობ კომპენსაციის სანაცვლოდ ანუ ეს იყო პირობითი მომეცით რაც მე დახარჯული მაგ და კი ბატონო თქვათ იძულებული ვარ დავთმო ეს პროცესი აქვე მინდა აღვნიშნო ესე იგი იმდენად მოლოდინში იყო ჯერ სადღაც ღამის პირველ საათამდე არ ვიცი რას აკეთებდნენ ალბათ ეგეც წამების ერთ-ერთი მეთოდი იყო იქ ყავდით კაბინეტში გამოკეტილი და ალბათ პირველიდან 2 საათ ესეთი ფარგლებში ვაკეში ჭავჭავაძეზე ნოტარიუსი იყო ქალბატონი ციური ბერიძე იმასთან ჩამისვეს თავიანთ მანქანაში და წამიყვანეს სადაც გაფორმდა რა თქმა უნდა ეს ჩემი დაწერილი განცხადება და იმ ადამიანმა ალბათ შემატყო რომ ნოტარიუსი მყავს ხედულობაში რომ ნერვიულობდი და მითხრა რომ რამაზონ ნერვიულობთ ვარ ბოდიში ბატონო რამაზონ მიმართვა არ შეშლია თქვენო ხართო დღესო მე-15-ო და ხიზანიშვილს მიუტრიალ და ის კითხა რომ საათ ყოველობ ამდენ პატრიოტს რომ ასეთი სიხარულით მოდიან და ნოტარიულად ამოღრმებენ აქ ხელშეკრულებასო ეს ღამის 2 საათზე ხდება ბატონო? აი, ღამის 2 საათი შეიძლება 2-ზე, ნუ აი ესე ღამის გვიანი ღამე იყო. ნოტარიუსი ციური ბერიძე, რომელიც გაკვირვებულია ღამის 2 საათზე 15 პატრიოტი დღეში სადიპოვეთო. ხო, ნუ ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ცინიკური განცხადება, ბატონო? ირონია იყო გასაგებია, მაგრამ ილამდე კიდე გვაქვს, ხო? კი, არ ვიცი ახლა მე მაგრამ თვითონ იქ იყო. მე რო წამოვედი დარჩა აშკარად. და საქმე იმაშია რომ მე იქინა რომ გამომიყვანეს ისე მე ვთქვი თავისუფალი ვარ შემიძლია წავიდე მეთქი არა ჯერ უნდა წამოხვიდე ისე მოკლედ დამაბრუნდეს ფინანსურ პოლიციაში იქაც უკვე ასეთი თემა იყო რომ ჭკვიანად უნდა ყოფილიყავი რომ არაფერი ზედმეტი მოძრაობა არავისთან არაფერი მით უმეტეს ტელევიზია და განსაკუთრებით ოპოზიციის არ მიმართა თორე ეს სისხლის სამართლის საქმე რომელიც დღემდე არ ვიცი რა არის არ რატო აღძრეს არ წარმოუდგენიათ ჩემთვის არაფერი ამუშავდებოდა და მივიღებდი იმას
რასაც სხვა ვერ გადაურჩა მოკლედ, ანუ ციხეში გაშვებას. სახში რომ დაუბრუნდი და ახლობთ ალბათ იქნებოდა 4-5 საათი იმ პერიოდში, იმ დღეს. ხო, ასე რომ შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ისეთი დღე იყო, რომელმაც არა მარტო ფინანსურად დაატყო ჩემს მდგომარეობას, ფიზიკურადაც მე ეთყობა თავიდან იმ ეტაპზე ვერ უძნობდი და რაღაც პერიოდის შემდეგ დღემდე უკვე გულის წამლებს და წნევის წამლებს და ასე შემდეგ სვამდა ყოველდილით რო არ დამავიწყდეს ჩემ მეუღლე გასვლისას კარებში მელოდება და მაწვდის ხელში რომ რამე არ მომივიდეს უკაცრავად გამოთქმაზე. ხო, ყველაზე მთავარი იცით რა არის? ამის შემდეგ აი ცინიზმი კიდევ ერთ-ერთი და თვალყურს რომ ადევნებდნენ 2010 წელს თუ არ ვწდები ბანკიდან მირეკა, იმიტომ რომ ჩვენ ლისის ტბაზე ჩვეულებრივად ვაგრძელებით. ეხლა თქვენ არ იფიქროთ რომ იქ თქვა მე მოვიდნენ, ჩემგან მიღება ჩაბარების აქტით გადაიბარა სახელმწიფო მქონება, კომპენსაცია საერთოდ არ ვლაპარაკობ. ეს ტურისტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც ჩემი დაფუძნებული იყო, მას ჰქონდა ლიცენზია ტბაზე საკურორტო წყლის ამოღების გარეშე და ჰქონდა გარემოს დაცვითი ნებართვა კიდევ კათევზიანებასთან დაკავშირებით და შემდეგ სპორტული თევზჭერის მიზნით და ასევე სააქციო საზოგადოებაც ჩვეულებრივად აგრძელებდა იქ მუშაობას, იმიტომ რომ აი დოკუმენტურად შემიძლია წარმოგიდგინოთ 2008 წელს, როცა ქონება 2006 წელს ასე ვთქვათ, ჩამოგვართვეს, თუ ბრძანებულება გააუქმა პრეზიდენტმა, ბატონ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით ჩამოიყვანეს უცხოელი, თუ არ ვწდები ლონდონიდან, ვინმე ფილიპსონი, დირექტორად დავნიშნეთ, დაინიშნა და აგრძელებდა აი ამ ლიზბის განვითარების პროგრამაზე მუშაობას. წინააღმდეგ შემთხვევაში დირექტორი 2008 წელში თუ შეჩერებული იყო და ამიტომ ფიქრობდა მე მქონდა სხვათა შორის საუბრები მამუკასთან იმ პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე უკვე მისი შეწუხება რომ რაღაცი დამხმარებოდა, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ მას ახლო ურთიერთობები ქონა ზემდგომ სტრუქტურის წარმომადგენლებთან, თხოვე რომ გარკვეულიყო. და ბოლოს მან ასე მიპასუხა რომ შენო წადიო იბრძოლეო და კონსტიტუცია დაგიცავს იჩილეო სასამართლოში და ამით მივხვდი რომ ის ახლა ასე ვთქვათ ჩემს დახმარებას ნაკლებად შეეცდებოდა და მე მასთან მე ვთქვათ აი ამ საკითხზე საუბარი რომ მამუკა გაერკვია რაღაც ესეკენი ან ხელი წამკარი ან მიშველი ესეთი არ ქონია. ქონდა კიდევ ასეთი შემთხვევა რაც ყველაზე ჩემთვის იყო ასე თქვა შოკის მომგვრელი 2010 წელს როგორც მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ჰოლანდიელი ვახსენებ ბობ მეიერის მიერ შექმნილ შეპესე ლისი ლეიგ დეველოპმენტს პირდაპირ მიყიდვის წესით გადასცა ჩემზე ჩამორთმეული ქონებაც და ის რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული. მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი პირობებით იქ არც ლისის ტბის გადარჩენაზე იყო და მის ეკოლოგიურ მდგომარეობას ვალდებულება, არც საბაგირო ქონდა ჩვენ ასე ვალდებულობაში ლუცუბიძის პლატოდან ამოდიოდა ზემოთ და ესეც მოუხსნა, ანუ მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამარტივდა მათთვის ეს შემდგომი ბიზნესი და გარდა მაგისა, მე როგორც აღნიშნე სატყეო ტერიტორიებზე მხოლოდ და მხოლოდ შეიძლებოდა კანონი იყო ესეთი განვითარებულიყო სარეკრეაციო მიზნით, როგორც ხედავთ, მიეცა მაშინ უფლება, რომ ბინამჩენებლობისთვის გამოეყენებინა და რასაც წარმატებით ახორციელებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, ახლა ეს მისი საკითხებია. უბრალოდ მე გამაღიზიანებთ, რომ 2012 წელს, როცა ეს ქონებაც გადაეცა, როცა ეს დაპირებების აღარ იყო საჭირო, ამას ნუნერვიულო ჩვენ ისევ ერთად რამე შეძლებ, მის წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ეს რაც წეგან აღუჩნდა ლიცენზია ტბის თქვათ ტბაზე რომელიც ქონა და გარემოს დაცვით ნებართვა გადამეცა იმ კომპანიისთვის რომელიც თქვათ მათ შექმნეს და ის გააგრძელებდა შემდგომში მუშაობას, რაც გამიკვირდა და უთხარი მამუკა რა თქონდა ყველაფერი წამართვეს დამჭა ერთი ეს ლიცენზია რომელთაც აქ შემიძლია რომ ვისარგებლო და ვითანამშრომლო და შემდგომ განვითარებაზე ვიფიქროთ ხო და ну გაეცინა და მითხრა რომ ну არა უშავსო ჩვენებთან დაილაპარაკეო და ნახეო და ამ დალაპარაკებაში უკვე მეილიც კი მომივიდა შემდგომში რომ ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს
და გთხოვთ წარადგინოთ თქვენი დოკუმენტაცია გარემოს დაცვის სამინისტროში, რომ შემდგომში გადაეცხვეს სხვა კომპანიას. შემდგომში ალბათ უკვე სხვა საკითხებია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფაქტორი ის არის, როცა 2012 წელს მე მივმართე პროკურატურას, ხელისუფლების შემდეგ ასე ვთქვათ, ცოტა დავწყნარი და გული მომეცა, მივმართეთ განცხადებით და ასევე შევიტანეთ სასამართლოში პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილაცნობის შესახებ, იმიტომ რომ იქ როგორც ადვოკატი რომ ითხრეს, უამრავი დარღვევა იყო, სხვას თავი დაანებე, ეს განკარგულება მე არც ჩამბარებია როგორც ფიზიკურ პირს, ჩვენ ერთვის ვადაში გავასაჩივრეთ და როგორც სასამართლომ ჩათვალა, რომ როგორც დღევანდელი ქონების მეპატრონე მესამე პირად მოიწვიეს Slick Development-ი, რომელმაც გამოაგზავნა თავის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, სასამართლოში და იმ ყველაფერს თუ რამე მქონდა გაკეთებული, შესყიდული, მანამდე ჩვენი ნაშრომი ხაზი გადაუსვა და ანუ მის მაგერად ჩვენ ერთად გვებრძოლა სამართლიანობის აღდგენის, იმიტომ რომ ჩემთან ერთად მაშინ ის სააქციო საზოგადოება და ის წევრების დაზარალდნენ, ხო, თავისთავად. ეხლა როგორც ამბობს, რომ ანაკლი AS-ის შემდეგ და ინვესტორები, ის ინვესტორები არ იყვნენ, მე ადამიანი არ ვიყავ, მე ვიფიქრე, მქონდა მცდელობა, რომ ერთად წავიდეთ და ის პრეზიდენტის ბრძანებულება ბოლო-ბოლო ის მაინც ვთქვათ, რომ სულელები არ ვიყავით და ჩვენი ნებით არ ვაბარებთ, ხო, ამ ხელა ქონებას ბოლო-ბოლო გავყიდით მინიმუმ, ხო, როგორც ბიზნესი ითვალისწინებს. წარმოვიდგინეთ, რომ დაიჭირა, ასე ვთქვათ, ჩემი საწინააღმდეგო მხარე და ყველაფერზე ცდილობდნენ, რომ ის რა დოკუმენტებსაც მე წარმოვადგენდი, ან თქვათ, მათაც იცოდნენ, რომ ფაქტი დაედასტურებინათ, ყველაფერს, თქვათ, საწინააღმდეგოს ასრულებდნენ და ამიტომაც შემეპარა, ასე ვთქვათ, განმიმტკიცდა, არ ვიცი როგორ თქვა, ის ეჭვი, რომ ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ან ერთ-ერთი მაინც, თუ მთავარი არა, იყო თვითონ იგი და მისი მეგობრები, იმიტომ რომ ვინც ისარგებლა ამ ჩამორთმეული ქონებით და ვინც მიიღო საბოლოო ჯამში და კიდევ უკეთესი პირობით და ბევრად უფრო ნაკლებ ფაში, თუ არა შეუძლია უკვე თქვენ კომისიას გადაამოწმოს, არის ბატონი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი. გასაგებია. ბატონო რამაზ, დიდი მადლობა ამ თხრობისთვის. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ თქვენი ნებართვით და შემდეგ სხვა წევრები გააგრძელებენ. თქვენ თავიდან ბრძანეთ, რომ როდესაც მამუკა ხაზარაძე დაგიკავშირდათ და ესე ვთქვათ, პარტნიორობა შემოგთავაზათ, იქ იყო საუბარი ჰოლანდიელ ინვესტორზეც. თქვენ დიდად, ასე ვთქვათ, სხვა პარტნიორს თქვენს ბიზნესში არ ეძებდით იმ დროს და თავიდან თითქოს ესე თქვით, რომ უარიც უთხარით თანამშრომლობაზე. იმ ეტაპზე საერთოდ ბიზნესში რაც უფრო მყარად დავდგებოდი, რა თქმა უნდა, პარტნიორები და ინვესტორები ყოველთვის საინტერესონი არიან, მაგრამ კიდევ მეორებ პროექტი, რომელიც უკვე გამზადებული იქნებოდა, დამტკიცებული მინიმუმ ვამბობ და შეთანხმებული ქალაქის მერიასთან ერთიანად მაგხელა ინვესტორს მე არც განვიხილავდი, იმიტომ რომ მე ყოველ შემთხვევაში იმ ეტაპზე არ ვფიქრობდი, მეცოდინებოდა, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე მქონდა მე ძალიან ბევრი ბიზნესმენთან შეხვედრა, რომელთაც სურვილი ჰქონდათ ასე ვთქვათ, რომ აი ვთქვათ, მოდი მე ვთქვათ რაღაც სტადიონს და სპორტულ კომპლექსს ავაშენებ. ვთქვათ, ვიღაცას უნდა კაფე-ბარი, ვიღაცა სასტუმროები და ეს ყველაფერი იმ პროექტში იყო ჩადებული. და მე მანამდე არ ვაძლევდი თანხმობას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, უნდა მცოდნოდა, თქვათ, სად რა აშენდებოდა, თუნდაც მინიმუმ მერე შემდგომში ერთმანეთს. მაგრამ კონკრეტულად ეს მამუკა ხაზარაძისგან წამოვიდა ეს შეთავაზება? თუ ვის შეხვდით? ბოლოს როცა არა, ხომ მოგახსენებთ, ეს იყო ბატონი თემურ ქურხულის კაბინეტში, გადმომცა დანაბარები და მეორე თუ მესამე დღეს, როცა უკვე უთხარი, რომ შემხვდეს ჰოლანდიაში. კი ბატონო, ესე იგი თემურას ქურხული, რომელიც იყო ვიცე-მერი ქალაქის, გეუბნებათ, რომ პირველს, ანუ სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ თქვენს ბიზნესში დაიამხანაგოთ პარტნიორად აქციოთ ჰოლანდიელი ინვესტორი. ამის შემდეგ თქვენ უკვე რა კი გიხსენეს, რომ პირველის სურვილია, რა კი ვიცე-მერი შეგხვდათ, თანხმდებით ჰოლანდიელ ინვესტორთან შეხვედრაზე. არა, მანდ იყო ასე, ოქრუაშვილს რო არ შევხვედროდი, მაგიტომ უფრო დავთანხმდი.
დაგემუქნენ რომ აგერჩიათ ჰოლანდიელ ინვესტორს შეხვდებით თუ ოქროაშვილს. შემთხვევაში მითხრეს რომ მე ამ ქონება საერთოდ დავკარგავდი კი ბატონო და თქვენ არჩიეთ რომ შევხვდებიო იფიქრეთ რაღა ოქროაშვილს ველაპარაკო და ბედურება აუტეხოთ ჩემ თავს და აღმოჩნდეთ ციხეში, მოდი შევხვდები ჰოლანდიელ ინვესტორს. დიახ. ასე წაბრძანდით ჰოლანდიელ ინვესტორთან შეხვედრაზე, სწორად ყვები? რომ იბრძანდით, ვინ აღმოჩნდა ეს ჰოლანდიელი ინვესტორი? ჰოლანდიელი ინვესტორი იმ დროს არ იყო იქ. აღმოჩნდა ეს რომ არ არსებობს. არა, არსებობს. ეს არის ბობ მეიერი, რომელიც იმ შეხვედრაზე არ იყო. ეს არის მამუკას ერთ-ერთი პარტნიორი თითქმის ყველა ბიზნესში. ცნობილი პარტნიორი, კი ბატონო. პარტნიორი, რომელიც, როგორ გითხრათ, შევხვდი კი არა, სანამ არ გავაფორმეთ ჩვენ ის განზრახულობათა უქმი არც გამოჩენილა. მაგრამ შეხვედრაზე ვინ დაგხვდათ ჰოლანდიელი ინვესტორის შეხვედრაზე დამკვდა ბატონი მამუკა ხაზარაძე, ანუ მეორე მხრიდან და GRDC-ის დირექტორი ბატონი ირაკლი კილაურიძე. კილაურიძე, კი ბატონო. აქ ჩნდება პირველად ხაზარაძე თვალსაწიერზე მას მერე რაც თქვენ დაგემუქრენ რომ თუ არ გინდა ოქროაშვილთან საუბარი ელაპარაკე ჰოლანდიელს და ხაზარაძეს რეალობა ეს არის. ამის შემდეგ თქვენ უკვე მოყევით გვიამბეთ ფინანსურ პოლიციაში გატარებული არაერთი საათი. აი ამ დროს, როდესაც თქვენ რამდენიმე თვის განმავლობაში გატარებენ ფინანსურ პოლიციაში, გემუქრებიან შვილების ოჯახის უბედურებით, გაჩვენებენ ათეულობით ახლობლის სიას და გეუბნებიან რომ ასე თუ არ იქნება, ისე იქნება დათმე შენი წილი, ასე ვთქვათ, ბიზნესში, სახელმწიფოს სასარგებლოდ. თქვენ მიმართეთ ბატონ მამუკა ხაზარაძეს როგორც პარტნიორს და რეალურად ხელისუფლების წარმომადგენელს. რა თქმა უნდა მიმართე, მინიმუმ რომ დამეხმარე. როგორც პარტნიორი უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსი. პირველად როცა რომ დამირეკეს, სანამ ფინანსურში წავიდოდი, ჯერ მამუკასთან შევედი კაბინეტში, ჩვენი ოთახები ჩვენსგან შორის არ იყო და ჩავაყენე საქმის კურსი, რომ მე მიბარებენ ფინანსურ პოლიციაში და შენ რომ მიცოდე მიდიო გაერკვიო მითხრა და რომ მოხვალო მითხარიო. ამის შემდეგ ყოველი ჩემი დაბარების მერე მე ვნახულობდი მამუკას სახლშიც ვიყავი მსული, როცა გვიან საღამოს გამოვიდოდი, ვთქვათ, ოფისში მის კაბინეტშიც მქონდა შეხვედრა, ჩვენთანაც როცა, ანუ მე არ მქონდა იმის გადადების ის, რომ მოდი ხვალ შევხვდები და ხვალ მოვუყვები, იმიტომ რომ იქ ასეთი მუქარები და ზეწოლა იყო და ანუ იქ მაგის დამალვა, მოდი ასე ვთქვათ, საერთოდ მით უმეტეს კიდევ ვიმეორებ, მას ჰქონდა ის საშუალებები, რომ მინიმუმ იმაში გარკვეული იყო, რომ რატომ მოხდა, რა შეიცვალა ასე. რა ხდებოდა თქვენს თავს? თქვენ გქონდათ მისი იმედი, ამას ამბობთ? ნამდვილად. და რომ ეუბნებოდით, რომ დამიბარეს ზეწოლა, დეტალებსაც უყვებოდით ალბათ. რა თქმა უნდა. მან არ მიიღო არანაირი ზომა მამუკა ხაზარაძემ, რომ დახმარებოდათ? არა, შემიძლია არც დაგპირდათ, რომ პირიქით მითხრა, რომ შენ იჩივლე, უკვე ეს ძალიან გართულდა და გამძაფრდა სიტუაცია და კონსტიტუცია დაგიცავსო. ბატონო ალეკო ჩაკითხო გნებავდეთ. მოგესალმებით ბატონო რამაზ. გამარჯობა. ცოტა უკან რო დაუბრუნდეთ. თქვენ ლისის ტვის წილი როდის დათმეთ პირველად? როგორ გახდა პარტნიორი მანამდე? ეს არის 2004 წლის თუ არ ვცდები ან ივნისი, იმიტომ რომ კარგად მახსოვს როგორც ეღან აღნიშნე ამ აგვისტოში უნდა წარგვედგინა ჩვენ გეგეგმა, მანამდე მქონდა ბატონ თეიმურაზის ოთახში შეხვედრა. კი, არა, ეგ გასაგებია, როდესაც უკვე ხაზარაძე ხდება. ხაზარაძე ხდება ჩვენი პარტნიორი 2000 თუ არ ვცდები 5 წლის იანვრიდან. და ამაში თქვენ გადაგიხადათ თანხა? არაფერი თანხა მას არ გადაუხდია, მას ჰქონდა ვალდებულება, რომ შემოეტანა, ანუ მან შეაფასებინა ჩემს მიერ სახელმწიფოსგან გამოსყიდული ქონება აუდიტს, ეს დოკუმენტიც მაქვს. მითხრა, რომ ეს არის $1,000,000 ფასი და ამიტომ მითხრა, მე შემოვიტან $2,000,000 შენი ქონება, ამით დაფუძნდება სააქციო საზოგადოება, რაზეც მე დავეთანხმე, როგორც ეღან აღნიშნე. კიდევ მეორე ბატონი მამუკა გახდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ბადრი ჯაფარიძე იყო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, ბობ მეიერი იყო წევრი და მე ვიყავი სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ანუ თანამდებობა მომცეს. აი 2005 წლიდან უკვე ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ, პარტნიორები, გვაქვს სააქციო საზოგადოება, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებული და გატარებულია სადაც ჯერ არის და დღემდე არსებობს კიდევ ეს. ესე იგი, სანამ მამუკა ხაზარაძემ საბოლოოდ მთელი ლისის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორიები ყველანაირი თითქმის ყველანაირი ვალდებულების გარეშე არ ჩაიგდო ხელში სააკაშვილისგან, მანამდე არასდროს თქვენთვის ის რაც თანხა გეკუთვნოდათ არ გადაუხდია. ჩემთვის არანაირ თანხა არ გადაუხდია ბატონ მამუკას. კარგი. რა შეუძლია წარმოადგინო თანხის გადახდის დოკუმენტაცია. შესაბამისად რომ გავაგრძელოთ ჩემი 2-3 კითხვა მაქვს და შემდეგ სხვა წევრებს დავუთმობ. თქვენ ამ დროს გაქვთ მისი იმედი როგორც პარტნიორის მიუხედავად იმისა, რომ ალბათ უკვე ეჭვი ერთხელ-მაინც შეგეპარებოდათ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ თქვენ მაინც მას, მამუკა ხაზარაძეს, სახელისუფლებო წრეებმა მუქარის შედეგად შეგახვედრეს და ზალით გახადეს ის თქვენი პარტნიორი. ეჭვი მაინც არ შეგეპარათ, რომ ასეთი კაცის იმედი არ შეიძლება იყოს. იცით როგორ არის მე ვოდეს ვიხდი გამოთქმაზე, მაგრამ ქართული გამოთქმა მე უკვე შეტოპილი მქონდა და მასთან ვიყავი და მე ვალდებულებაც კი მქონდა როგორც პარტნიორისთვის მე თქვა რა ხდებოდა, ასე ვთქვათ, ეს ხო მარტო მე არ მეხებოდა, ეს იყო მთელი სააქციო საზოგადოებასაც კი, რომელზეც ვთქვათ რაღაც თანხები იყო ჩადებული, რაღაც მოძრაობები ჩატარებული, თითქმის წელიწადზე მეტი გასული და ამიტომ ვაყენებდი საქმის კურსში და მან ეს მშვენივრად იცოდა მანას და ბადრი ჯაფარიძემაც. თქვენ ამბობთ, რომ იმედი გქონდათ, გარდა იმისა, რომ ვალდებულება გქონდათ პარტნიორისადმი, იმედი გქონდათ. და ისიც ბრძანეთ რამდენიმე ხნის წინ, რომ მას ჰქონდა ზედა ეშელონებთან ახლო ურთიერთობა. რა გაფიქრებინებდათ ამას, რომ მას ჰქონდა ზედა ეშელონებთან და კონკრეტულად ვისც გულისხმობდით ურთიერთობა, რასაც ეფუძნებოდა პრინციპში თქვენი იმედი, რომ გიშველიდათ. მოდი ასე ვთქვათ, მე როგორც მე, მასაც ახლა ხო ქონდა იქ ხან ბორდი ქონდა, ხან თათბირი ქონდა, ხან ვიღაცებთანაც საუბრობდით, ჩემთანაც ქონდა საუბარი, რომ თქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ უნდა ენახა სიტყვაზე ვიძახი, თანამდებობის პირი ახლა არ მინდა რომ შევთქვათ სიტყვაზე, ახლა არ ვიცი რომ თქვა, რომელიმე თქვათ ამ თავრობის წევრი, ან თვითონ მიხეილ სააკაშვილთან ცდილობდა შეხვედრას, იგივე გიგი უგულავასთან ქონდა მშვენიერი ურთიერთობა. მე თვითონ ავარ მოწმე მათი ხანის მობზანდებოდა ჩვენთან, ხანის მიბზანდებოდა, მაშინ არც იმალებოდა, ეს წავედი გიგისთან იტყოდა და წავიდოდა. ჩვენი ოთახები და კაბინეტები ძალიან შორიშორს არ იყო. ამ იყო საუბარი, რომ თუ რამე აკეთებ და რა პრობლემა შეგხვდება ისეთი, რომელიც გადაულახავია, ჩამაყენეთ საქმის კურსში. რომელიმე სამინისტროში თქვა. და სამინისტროსთან სამინისტროებთან ურთიერთობებსაც თვითონ ხაზარაძე ალაგებდა, ასე რომ ვთქვათ. შეგვიძლია ვთქვათ. სააკაშვილთან რა ურთიერთობა ჰქონდა? ყოველ შემთხვევაში, მოდი ასე ვთქვათ, მას არ ჰქონდა პრობლემა მასთან, ვთქვათ, რაიმე გასაუბრების საჭირო დრო ან მომენტი თუ ეკნებოდა, ის ახერხებდა ამას. ტელეფონი აიღო და დაერეკა, შეეძლო? იცით როგორ არის, ფაქტს მე არ შევსწრები ვარ, მაგრამ ალბათ შეეძლო, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ისეთ საკითხები მე არ ვამბობ რამე უკანონო იყო იქაც მაშინ ისეთი ბიუროკრატია, რომ დიდხანს რაღაცას განიხილავდნენ, საკმაოდ მოკლე დროში, ან მინიმუმ ვადაში იგვარებდა, როცა მას ჭირდება. სხვისთვის გამორიცხული იქნებოდა ესეთი რა. გასაგები. თქვენ ჯამში 90-იანი წლებიდან, როდესაც სრულიად კანონიერად შენობა ნაგებობები და სხვა ქონება გამოსყიდვის უფლებით ბრძანეთ, ხო, აიღეთ. იჯარა გამოსყიდვის უფლებით. ასევე არის აქვე დავძენ შედგენილი წიგნი, საკმაოდ მოცულობითი, იმას ვერ დაარქვევ ბროშურას, სადაც რომელსაც მე გავეცანი ბატონი არჩილ კაიკაციშვილის თქვენი ადვოკატის ბიუროს მიერ არის ეს წიგნი გაკეთებული, სადაც ყველა ეს ფაქტია მოყვანილი.
პლუს თქვენ მომართვას, როდესაც კომისიას მომართეთ ოფიციალურად, თან ახლდა მოცულობითი დოკუმენტაცია. შესაბამისად, იქ ბევრი რამ არის ნათელი, უფრო მეტიც, ვიდრე დღეს შეგვიძლია ზეპირად ერთმანეთს გავაცნოთ და საზოგადოებას, მაგრამ რო განმარტოთ, აი 90-იანი წლებიდან, მანამ სანამ დათმობდით იძულების წესით თქვენს ნაწილს ბიზნესის. რაოდენობის ინვესტიცია განახორციელეთ და კონკრეტულად მარტივად გასაგებენაზე რო გითხრათ, რა გააკეთეთ ლისის ტბის გაუმჯობესებისა თუ გადარჩენისთვის, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის, დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი და მისი ეკოსისტემისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია. მოდით მაშინ პირდაპირ მანდ გადავალ პრივატიზების თანხას რო თავი დავანებოთ. დავიწყებ იმ ადამიანებით, ვინც გვერდში მედგნენ და მათთვის თქვა ხელფასის გადახდა, ეხლა რო არ და ესე ზუსტად დავბნე და შემდგომში ყველაზე მთავარი იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლისის ტბა, რომელიც დამშრალი იყო, ტბა რომელიც იყო 63 გექტარი, ნორმალურ მდგომარეობაში 63 გექტარია. წყლის სარკის ზედაპირ და სიღრმე საშუალოდ 3-4 მეტრი, იმდენად დაშრა 90-იანი წლების ბოლოს, რომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ 64 გექტრამდე იყო დაცემული, ანუ შეგვიძლია თქვა ტბა არ იყო და სიმაღლე 60-70 სანტიმეტრი. ამას მე სიტყვიერად მოგახსენეთ, მაგრამ მაშინდელი ჩემთან ერთად ვინც იყვნენ გარემოს დაცვის სამინისტრო და მერია, ისინიც ადასტურებდნენ, მაგრამ ერთად ვიღებდით ამას, შიგნით რა თქმა უნდა მთელი ფაუნა და ფლორა იყო განადგურებული და ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ ნუ თქვა მე მოვკიდებდი ამ საქმეს ხელს და შევეცდებოდი, რომ გადამერჩინა ლისის ტბა, რაზეც თქვა ქალაქის მესვეურების და გარემოს დაცვის სამინისტრო დამეთანხმა. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ჩვენ მაშინ მოვიწვიეთ სხვა დარგის სპეციალისტები, ჰიდროლოგები, ჰიდროგეოლოგები, ანუ რაც უფრო მეტად ჰიდროსთან დაკავშირებული, ჰიდროტექნიკოსებიც რა თქმა უნდა თავისთავად ლაბორატორია ქალაქის მერიამ ჩართო და გარემოს დაცვის სამინისტრო. ეს შევარდნაძის დროს ხდება ჯერ კიდევ. ეს და კი რევოლუციამდე ხდება. მოწყობაძე იყო მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი იყო და ძალიან აქტიურად იყო ჩამული მაშინ ამ საკითხებში. ჩვენ ესე იგი როგორც მოგახსენებთ, დავამუშავეთ მდინარე მტკვრის ვარიანტი, მაგრამ პლუს ტრასაც. ანუ როგორ უნდა მიგვეყვანა მარტო წყალი რო გვეპოვნა, იქ ქალაქი ისეა განვითარებული მაშინ რომ იყო რომ იქ შეიძლება მილიც ვერ გაგვეძვριნა. მდინარე ვერე და დიღმულა. ნუ მტკვარზე თავისთავად გარემოს დაცვის სამინისტრო მაშინ უარი თქვა და პროექტი გვერდზე გადავდებით. დიღმულა წყალუხვი მდინარე არ იყო და ამიტომ რაღაც პერიოდებში და ამიტომ თქვეს რომ უარი და მესამე რომელიც ქონა მდინარე ვერე მაშინ კუსტვასაც ძალიან უჭირდა და კუსტვისთვის გამოიყენეს შესავსებად. ჩვენ მაშინ დავიწყეთ უკვე რა ქვია მიწისქვეშა გრუნტის წყლების ზებნა, ნუცუბის პლატოზე რო არ დაგღალოთ. იქ აღმოვაჩინეთ გრუნტის წყლები, იქ ჭაობი. ამას ყველაფერს თქვენი ხარჯით აკეთებთ. თქვენი ხარჯებით ვაკეთებთ. მე გეტყვით დაახლოებით ყველაფერი ეს პროცედურა დააშდა ხარჯთა აღრიცხვით მარტო მილსადენი და ტუმბოს ჩადგმა დაგვიჯდა 150.000 ლარზე მეტი. შემდეგ ამ ჭაობის დაშრობა, თქვათი გათევზიანება, ეს 4 და 5 წელიწადი 3 ტუმბო მუშაობდა ერთდროულად, ანუ ამის ტუმბოს და მილსადენის საშუალებით ჩვენ შევძელით, რომ ტბაში დღეღამეში 500 კუბამდე მეწყალს ვიღებდით. მილიონზე მეტი პანორამას ნუცუბიძის პლატოზე რომ წყალი აღმოაჩინეთ, ეს თქვენ დააფინანსეთ, მილსადენის ტბამდე თქვენ დააფინანსეთ? ძირითადად მე დავაფინანსე, მაგრამ მერიამაც მიიღო მონაწილეობა, მაშინ ის საშუალებაც ჰქონდა და 30.000 ლარამდე გამოყოს მაგის დოკუმენტიც ალბათ იქნებათ მერიაში. გასაგებია. ამას გარდა საერთოდ ეს ცნობილი ფაქტია, ლისის ტბა ივსებოდა უფრო გაზაფხული შემოდგომის პერიოდში, ეს დეპრესია ისეთია მაქვს რომ და არხები არსებობდა, რომელიც განადგურებული იყო იმ პერიოდში. ის არხები ავადგინეთ 4 კილომეტრამდე და ამ პერიოდში რა თქმა უნდა ბუნებრივადაც გვეხმარებოდა ის თქვა ნაწვიმარი წყალი იკრებებოდნენ, ჩამოდიოდნენ ტბაში. შემდგომში მოვახდინეთ გათევზიანება, ასე შემდეგ, მე დაახლოებით 500.000 ლარზე მეტი დასჭირდა, მოდი ასე ვთქვათ, იმ ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება, გამოსწორება, გაჯანსაღებას.
და რაც მთავარია, მან მარტო ტბაზე არ იყო საუბარი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, როგორც არის დანარჩენი, თქვა, გადამხმარი, ისე იყო, ეგ არის ყველაფერი 60-იანი წლებიდან კომკავშირლები დაყავდათ იქ და ანუ ხელოვნურად განვითარებულია. მან მე თითქმის 20 წელიწადი ვიყავი და თავის დამოსული ნაძვი არ მინახავს, ეს ყველაფერი იყო და ამ ეკოლოგიის შესწრა, ანუ კლიმატი შეიცვალა, ტენიანობა დავარდა, ნაძვებმა დაიწყეს გახმობა და ასე შემდეგ, მაშინ სატყეომაც გამომიყო ხალხი, მე თვითონ მოვიწვიე სპეციალისტები, ვაწარმოებდით შეწამოლასაც და ასე შემდეგ რა გჭირდებოდა პრინციპში. იმ ბროშურაში თუ წიგნში ბოდიში გაწყვეტინეთ, წერია რომ თქვენ არა მხოლოდ თანხა ჩადეთ, არამედ ფიზიკურადაც შრომობდით, მძიმე დრო იყო 90-იანი წლები და რას აკეთებდით თქვენ პირადად? რო არა მოგატყუოთ, არ ვთაკილობდით ხო ხის, ცელის და ასე შემდეგ თქვათ აღებას და ჩემს თანამშრომლებთან ერთად და იმ მეგობრებთან ერთად, რომლებიც მეხმარებოდნენ, ვაწარმოებდით ყოველდღიურ საქმიანობას ასე. და გადაარჩინეთ ეს ტბა საბოლოო განადგურებას. აი, როდის მიხვდით, რომ გადარჩენილია ტბა, რომელი წელია? როგორ არის იმ პერიოდში, როცა დაიწყეთ წყლით შევსება, ეს ახლა გახმაურებული ამბავი იყო, მონაწილეობდნენ ჩვენი სახელმწიფო, ჩემი და სამთავრობო სტრუქტურების გარდა უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები, მწვანე ჯვარი, მწვანე ალტერნატივა და ვისაც კიდევ არ დაეზარებოდა, მოდი ასე ვთქვათ, ისინი იღებდნენ ანალიზებს, სწავლობდნენ, მოქონდათ ჩემთან ისინიც აქტიურად, მოდი ასე ვთქვათ, იმ ანალიზებით და ხედავდით, რომ ყოველდღე უმჯობესდებოდა, ანუ წყლის დონე რამდენადაც მატულობდა ტბაში, თავისთავად მინერალიზაცია მცირდებოდა, ჟანგბადის რაოდენობა მატულობდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ეს დასკვნა საბოლოო ჯამში მე გეტყვით ერთ ყველაზე კარგი იმას, როცა პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, მაშინ ჩვენთან ასე თქვა სათავოს მამუკას გადაწყვეტილებით მოვიწვიეთ ბალნეოლოგიური ცენტრი, რომელსაც მათ ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული, როგორც ამიხსნა ლაბორატორია, რომელიც სწავლობდა, ჩვენს გვაინტერესებდა უკვე პირადად მას აინტერესებდა თბის მდგომარეობა. რომ შეამოწმეს არა მარტო სარეკრეაციო, კინაღამ საკურორტო დონეზეა მისული, იმიტომ რომ სულ ახალი წყალი იყო, მოდი ასე. 2006 წლისთვის. 2006 წლისთვის და როცა ტბა გადარჩა და უკვე უმაღლეს დონემდე მივიდა, იმ დროს დადგა დრო, რომ ეს თქვენთვის წაერთმიათ და მიეცათ ხაზარაძისთვის. შეიძლება ასე ვთქვათ. შესაბამისი დრო დადგა, შეგვიძლია ასე ჩავთვალოთ. თქვენ გაეციეთ ვიყავი, კი. ზედმეტი გახდით, კი ბატონო, ბატონო. დონეზეც კი რომ ვთქვათ სამსახურის კი არ შემომთავაზეს რაიმე ისეთი თქვათ რომ მოდი აი ესა დაგემართა რამას და ჩვენთან იყავი ჩვენ გვერდში იმუშავე. ბატონო სოზარ. დიდი მადლობა ბატონო რამაზ. თქვენ ბრძანეთ რომ 300 ჰექტარი, როცა უკვე ხაზარაძესთან ერთად ჩამოაყალიბეთ ეს ერთიანი კომპანია, 300 ჰექტარი ძალიან გამარტივებულად სწრაფად იქნა ამორიცხული ტყის ფონდიდან და გადაეცა ამ კომპანიას, ხო? პრეზიდენტის პირდაპირ ხო პრეზიდენტის განკარგულებით პრეზიდენტის განკარგულებით ეს რომელი ტერიტორიაა დღეს რა ხდება ამ ტერიტორიაზე სადაც ახლა სამშენებლო ის არის ლისი დეველოპმენტი ლისი ვერანდა ეს ის ტერიტორია თუ ეს კიდე სხვა ტერიტორია ონკოლოგიურის მარცხენა ფერდი იმიტომ რომ მე წამოღებულმა პრეზიდენტის ეგბრძანებულება იქ არის ზუსტად აღწერილი ონკოლოგიურ ავდივართ ლისის სოფელი ლისისკენ ასე შემიძლია თქვა ონკოლოგიურის ფერდი ხელმარცხნივ და რასაც ხელმარჯვნივ უყურეთ, სადაც ახლა მშენებლობები მიდის, სადაც მშრალ ტბას ეძახიან ის ტერიტორია, კინაღამ ვაშლი ჯვარამდე. ანუ კინაღამ კი ვაშლი ჯვარამდე. ეს არის ის 300 ჰექტარი. აი ეს არის 300 ჰექტარი. თქვენ ბრძანეთ რომ თქვენი გეგმა, თქვენს მიერ შემუშავებული გეგმა ლაპარაკია საწყის ეტაპზე ალბათ 2005 წელი იქ და მოწონებული მერიის მიერ. შემდეგ ეს გეგმა საერთოდ გაუქმდა, ხო, როცა უკვე ხაზარაძესთან გადავიდა თემა. როცა გადავიდა. რას გულისხმობდა გეგმა კიდე ერთხელ რომ დაგვიზუსტოთ რა. გულისხმობდა ლისის ტბის განვითარებას, მოდი ასე კულტურულ სანახაობები და გამაჯასაღებელი ცენტრი უნდა შექმნილიყო. სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, საბავშვო ზონა, სასტუმროები, სპორტული მოედნები, მოგეხსენებათ გოგირდის წყლები იყო, იქ გოგირდისა, თქვა აბანო ან ჩვენ უფრო ქონდა ისეთი როგორც არის მიღებული თანამედროვე რეაბილიტაციო ცენტრები და ახლა აბანო, იმიტომ რომ გოგირდის წყლის გამოყენება მან ცოდუა, კაფე ბარები და ის რა თქმა უნდა ის გამწვანება, რომელიც უნდა შენარჩუნებულიყო იქ, რაც ძირითადი ლისის ტბის ხიბლია.
მე შემიძლია გითხრათ რომ 63 ჰექტარიდან ეხლა რაც მე ჩამოგითვალეთ ეს არქიტექტურულად დათვლილი იყო ამაზე 58 ჰექტარზე მეტი იყო მწვანე ნარგაობა და შიდა გზები სადაც რაიმე მშენებლობა აკრძალული იყო არანაირი დეველოპმენტი არანაირი ბინები კორპუსები მილები იქ არ იგულისხმება არა რა თქმა უნდა არა ეს გოგირდის წყლებს რომ ამბობდით იქ რა ხდება ახლა ვისი საკუთრებაა ის რა თქმა უნდა ის ტერიტორია არის ბატონი მამუკას საკუთრება ანუ კომპანია Lisi Lake Development-ის და მე როგორც მახსოვს წერეთელმა კრედიტი აიღო ბანკიდან და მან დაბანო მან აშენა რაღაც ეგეთი წერეთელი ვინ არის აი მე რა ქვია ხო აი ჩემთვის არ არის მაგრამ ეს ეძახიან ჭუტა სახელი არ ვიცი კი ბატონო გასაგებია და ის უხდი იმ ადამიანს მაგრამ ჩვენც არ ვიცით ნაღდი სახელი ეს ეძახის გონ თავის თავს ну მაშინ აი ეს პერიოდოსაც შენდებოდა რომ ვიკითხე რა ხდება ეს ჭუტა წერეთელი და რაც თავარია მე მინდა აღვნიშნო ერთი რამე რომ კომისიამ ალბათ უნდა გაითვალისწინოს ეს ალბათ საკუთარ დასკვნაში შენობა ნაგებობები რომელიც ითვლებოდა უკვე ჩემს საკუთრებად სამწუხაროდ ვერ მოვახერხე მისი ის მაგრამ კიდევ ჩვენ რომ ამოვიღოთ ჩვენი ჩემი გაფორმებული ხელშეკრულება მაშინდელი ქონების მართვის სამინისტროსთან იქ მეოთხე პუნქტში პირდაპირ წერია საიჯარო ქირის და გამოსყიდის ქირის გადახდის შემდეგ შენობა ნაგებობები ითვლება ახვლედიანი საკუთრებად ეს ჩემი საკუთრება გადასავდა ბატონმა მიხეილმა Lisi Lake Development ხაზარაძის კომპანიას მოდი ასე ვიტყვი და მოსული არ იყო რომ შენობა ნაგებობები იმ წუთში დაანგრია. რა იყო შენობა ნაგებობები? რამდენი კვადრატი იყო? ადმინისტრაციული შენობა იყო, სასაწყობე მეურნეობა იყო, კაფე იყო, გოგირდი იყო, რაღაც ფარდული რელინგი იყო, მაშინ ადრე პარტიზანების რაღაც მემორიალს თუ რაღაცას ეძახოდნენ. რამდენი კვადრატი იყო? დაახლოებით 700-800 აი ეს ეხლა კვადრატი შენობა ნაგებობა ძველი საბჭოთა პერიოდის 50-იანი წლებიდან მოყოლებული. ამათთან ერთად მიწაც უნდა გადმოსულიყო თქვენ საკუთრებაში? ამასთან ერთად იმ პერიოდისთვის არა, კანონი რომ შეიცვალა, მე უნდა შემესყიდა. არა, თავიდან როცა ხელშეკრულება დავებთ, მხოლოდ მიწა შენობა ნაგებობები? თავიდან გაიყიდა მხოლოდ შენობა ნაგებობები და მიწა უკვე 2001 წლიდან გამითხრეს რომ უნდა შემესყიდა, სხვანაირად ვერ გავაფორმებია. რომლებზეც ეს შენობა ნაგებობები იდგა, ანუ როგორც ეძახიან არქიტექტორები 98 წლამდე ფაქტიურად დაკავებული ტერიტორია, ანუ წითელი ხაზები. კი ბატონო. აი ამ შენობა ნაგებობების გამოსყიდვაში რამე ისეთი ხო არ იყო რომ თქვა რაღაც ვალდებულებები გქონდათ სახელმწიფოს წინაშე ამ გამოსყიდვაში და არასრულებდით და ამით ლეგალური საფუძველი იყო რომ ჩამოერთმიათ ეს თქვენთვის და გადაეცათ თქვა იგივე ხაზარაცისთვის. იქ იყო ძირითადი რომ უნდა შემენარჩუნებინა 2004 წლამდე და უნდა გადამეხადა თანხა. რამდენ რა თანხაზე იყო ლაპარაკი? ეს იყო მაშინდელი შეფასებით $30,500. იხდიდით თუ და გქონდა რა თქმა უნდა შედარების აქტი გვაჩვენებს ჩვენ მაგ დოკუმენტს რომელიც გავაფორმე უკვე შემდგომში ეკონომიკის სამინისტროსთან რომ მე სრულად მქონდა გადახდილი როგორც საიჯარო ქირა ასევე გამოსყიდვის თანხა. კი ბატონო, მადლობა. აქ იცით როგორ იყო, აქ ძირითადად ის კი არ იყო შენობა ნაგებობა, თქვა უბრალოდ მაშინ ის კანონი აქ იყო უფრო მის განვითარებაზე ლაპარაკი რა უნდა მოსულიყო, იმიტომ რომ 90-იანი წლები ისეთი იყო ყველას გვახსოვს საერთოდ შენობა ნაგებობა კი არა ადამიანებს რო დადიოდნენ საშიში იყო მოდი ასე ვთქვათ რა და მე და ჩემი მეგობრებს გვიწევდა ყოველ საღამოს ხან ასე ვთქვათ მხედრიოდან ხან გვარდიელებთან ხან ვიღაც მოქალაქეებთან დავაბრძოლა კამათი იმაზე რომ მინიმუმ რამე არ დაეშავებინა და არ დაემტრია შენობა ნაგებობა ან ვთქვათ იქ ცეცხლს ანთებდნენ და ნუ როგორც იყო ახლა ყველამ კარგად ვიცით რომ სამწუხაროდ დავიწყებას მიეცემო როდესმე კარგია მაგრამ როგორც ახლა ეს 2003-2012 არავის დავიწყება ყოველ შემთხვევაში ჩემი ასაკის ხალხს ისე ალბათ არ დავიწყებათ ის 90-იანი წლები. ანუ მოკლე რეზიუმე რო გავაკეთოთ მხედრიონს გვარდიას გადარჩით, კეზერაშვილს ხაზარაძეს ვერ გადარჩით. მოდი ესე გეტყვი, ფინანსურში რო დავყავდით, პირდაპირ მითხრეს იქ ახალგაზრდა ბიჭები დამახვედრეს, ნუ ლაპარაკი ყველამ კარგი ვიცით როგორ იციან და მითხრეს რომ შენო ძმაო ბოდიში ესო ან მხედრიონი, ან გვარდიაო, ან კურდები ხო არ აგონიაო. ჩვენო სახელმწიფო გებძვის რა ვერ გაიგეო. მადლობა. გასაგებია ბატონო თენგის. ახლა უკვე ჯერ მოგესალმებით რა თქმა უნდა.
ბრძანებისთვის. ახლა უკვე თქვენთვის თითქმის მთელი ინფორმაცია ცნობილია და იცით ამის თაობაზე და ის ორი ადამიანი, ვის დაასახელეთ ხაზარაძე და ჯაფარიძე გასაგებია. აი ეს მეიერი ვის წარმოადგენდა? რატო გეკითხებით ახლა? რა თქმა უნდა, ამ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ეს ადმინისტრაცია სახელმწიფოს ზოგადად ადმინისტრაცია ისე არ დაეხმარებოდა თავისი პირადი ინტერესიაც რომ არ ქონოდათ. ეს მეიერი ვინმეს ხომ არ წარმოადგენდა ხელისუფლებიდან ისეც ვისი ინტერესიც იყო აქ ჩადებული. ან ამ სააქციო საზოგადოებაში ვინმე ხო არ იყო ისეთი, ვინც მათ წარმოადგენდა. იმიტომ რომ მხოლოდ ამ ორი კაცის კეთილდღეობისთვის არ იზრუნებდა თქვა სააკაშვილი, რაღაცა გულს დატოვებდა თავისას. მოდით გიგიპასუხებ. ბობ მეიერი მე რაც მქონდა შეხება, ვიცი იყო ჰოლანდიელი წარმოშობით, იქაური ბიზნესმენი, თუ რამე ბიზნესი ჰქონდა მამუკას 90-იანი წლებიდან TBC-ც კი ბობ მეიერთან ერთად კეთდებოდა ეს ყველაფერი. ახლა მე ცოდვას ვერ დავიდე და ვერ ვიტყვი ის ბიზნეს წარმოადგენდა, მაგრამ აშკარად ყველა ბიზნესი რომელიც არის, შეგვიძლია ეს ვთქვათ, ამოუწიოთ საჯარო, ყველგან ფიქსირდება ბატონი ბობ მეიერი მათ ბიზნესში. რაც შეეხება რომ რაღაცა ინტერესი იყო, მოდი მე ესე გეტყვით, ახლა ეს ჩემი კომპეტენციას ხდება და უკაცრავად ყველასთან თქვენთანაც და თქვა ჩემო წინააღმდეგე მხარესაც ვისაც ახლა მივასახელებ. მოდი ესე ავიღოთ, ჯერ იძულების წესით, ანუ კაცრი მოთხოვნით უფრო სწორად, დამაპარტნიორეს ამ ადამიანებთან. შემდგომში თქვათ ჩამორთმევა, კარგად მოგეხსენებთ, ესე ახლა იქ სააქციო საზოგადოება იყო, ბოდიში დროს გართმევთ. იქ შეიძლება ერთ-ერთმა წევრმა უარი თქვას, მაგრამ ამაზე პრეზიდენტი განკარგულებებს არ იძლევა. ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ შიგნით. არ გინდა რამას, წადი, შენ სხვა ბიზნესს, სხვა ამ საქმეს, ხო, ეს კანონი ითვალისწინებს თვითონ. არის დაბარება მომხდარა, ჩემი თქვათ, რომ გასაუბრება რა დაგემართა, რა მოგივიდა, თქვათ, ხო, შესაბამის უწყებსა სანამ პრეზიდენტთან ავიდოდა. მეორე საკითხი პრეზიდენტი შევაწუხეთ და განკარგულება ორჯერ გამოვაცემინა რბილად, ერთი გადაცემაზე, მეორე ჩამორთმევაზე. მეორე იყო უკვე 2007 წელს ამ მეიერის წილი რამდენი იყო სააქციო საზოგადოებაში? იცით, აი მაგამდე მივალე, ცოტა ჩემთვის გასაიდუმლებული იყო დღემდეც. შემდეგ 2007 წელს თუ გახსოვთ რაღაც აუქციონი ვითომ 182 მილიონად გაიყიდა, სახელმწიფო ზეიმობდა, აი ლისის პარაფაში გაიყიდა და იყო ერთი ტაჯდუში. მე აღმოჩნდა რომ ეს ფული არ არის გადახდილი და ეკონომიკის სამინისტროში დოკუმენტები უდეს და მეც ამაგდა იყო ასევე ფილმი გადაღებული ნაპატიე მილიონი სადაც ეკითხებიან ბატონ მამუკას და არავითარი 182 მილიონი არ გადახდილა. ეგეც ეპატია, ხო თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მამუკა მიხეილ სააკაშვილი ვინმე 182 მილიონის არ გადახდას ბიუჯეტში, ეს იყო საოცარი ფასი მაშინ საქართველოსთვის. კვადრატული მეტრი გამოდიოდა მიწა $50 ხდებოდა დაახლოებით. შემდგომში იყო კიდევ ერთხელ გადასწრა, ბოლოს ისევ გადასწრა, მაშინ მე ვსვამ კითხვას, რაღა მამუკა ხაზარაძეს ამ საწყალს ჩააცივდა, თქვათ. ეს იმიტომ რომ მარტივია თუ რაღაცა ვალდებულებას არ ვასრულებ, მაშინ ესეთი წესი იყო ეკონომიკის სამინისტროს და ისევე როგორც ბანკი შავსიაში გვსვამდნენ და გეუბნებოდნენ რა მოთხოვნაზე შენ უკვე სამჯერ ვერ შეასრულე პირობა, ხო? ახლა რაც თქვენ მიპასუხეთ, რაც თავარია მე კიდევ ვიმეორებ, ახლა აი იქ სააქციო საზოგადოება, ანუ GRDC რაც იყო, იქ მე იმ საბუთეს ბოლომდე ვერ ჩავწვდი, ვიცი რომ იყო ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული, პიროვნების სააქციო საზოგადოების წევრებს მაშინ კი არა დღესაც ვერ მივახცე რომ ვიკითხე რომ მე 2012 წელს ვიკითხე რომ ვინ არიან რომ მივწერო რომ ვიწყებდა რომ მარტო არ ყოფილიყარ, მოკლედ დაბა თქვენ რას ფიქრობთ, ვერსად ვერ მოვიძიე. ერთადერთი წარმომადგენლობითი უფლება ქონდა ბატონ მამუკა ხაზარაძეს და მე იმასაც ვერ გეტყვი, იყო იმ სააქციო საზოგადოებაში მეწილე არ ჩანს. არც ბადრი ჯაფარიძე. ეს იყო ძალიან მარტივი რამე, ისინი იყვნენ დანიშნული პირები. ნუ რაც სახეზე დევს და რაც ჩანს, თუ საჭიროა წარმოადგინოს, მაგრამ რომ ის იყო ძირითადი მეწილე და მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. მე რეკონებას მემართმევენ და ასე თქვა, ჩემი დირექტორი, იმიტომ რომ მე პატრონი ვიყავი ერთ-ერთი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და ვიღაც ბობ მეიერი ქმნიან შეპესეს და მას აძლევს პრეზიდენტი ისე პირდაპირ მიყიდვის წესით.
ამას სხვა ენაზე სხვა რამე ქვია და კანონმდებლობითაც არასწორია რომ დირექტორმა შექმნა ყველა ის პირობა რომ ეს ქონება გადმოსულიყო მასზე, ხომ? რომ აეწყო ყველაფერი და ყველაფერი შეთანხმდა. თუ კარგად ჩავაკვირდებით, ესია. ამ ფაქტს ვერსად ვერ გავიქცევით. გასაგებია, ბატონო ალუდა. და რა მთავარია დავამთავრებთ შეიძლება არც ერთი ინვესტორი როცა მე მიმართე მამუკას და უთხარი და მთხოვე პროფესორ ამეს შეხვედრა მინდოდა და მის წარმომადგენელი მოვიდა ჩემთან და მკითხა მამუკას წინააღმდეგ აქ რამე მე უთხარი რომ არა მე მაგ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ და მე პროკურატურის კვლევის დროს თუ მამუკა დამნაშავე აქვს პასუხი თუ არა ეს მაშინ მქონდა ჩვენ ესეთი ის რომ მას უნდა მიეღო მონაწილეობა ჩემი თხოვნა იყო და მოეცა ეს ინვესტორების რომ ისინი ჩამეყენებინა საქმის კურსში რაც არანაირი რეაგირება არ მოხდა რა ნუ დანარჩენი ალბათ თუ გამოცხადება თვითონ მოგახსენებთ თვითონ აცი პროკურორთან გამოცხადება სასამართლოს დომა ქონდა ქალბატონია ცოტა ხნის წინ აი ამ წილებთან დაკავშირებით იმიტომ რომ მან ჩემთან ვითომ რაღაც წილი იყიდა და ამაზე აღარ გადაგხლით სასამართლომ გამოიტანა ჩემს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იმიტომ რომ ხანდაზმულობა არის ძირითადი იქ მაგრამ საქმე იმაშია რომ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბატონი მამუკა ხაზარაძე მოიყვანა მოსამართლემ სადაც მამუკამ მაგ ჩანაწერი საჭირო შემთხვევაში შემიძლია წარმოგიდგინოთ ამბობს გარკვევით რომ ჩვენ პროექტი შეგვიჩერა სახელმწიფო ანუ მოსამართლეს აძლევს ჩვენებას თუ რა ქვია ახლა მაგას არ ვიცი განმარტებას და რომ კითხავინ დაადო ხელი ბენდუკიძეს არც უგულავო ხსენებია არც კეზერაშვილი და არც ასე გარდაცვლილს ადებს თან ხელს ეთყობა ეს არის თქმა მინდა რომ ამ დოკუმენტი არსებობს რომ მე ეს ჩემი ნებით ანუ ჩემი ნების საწინააღმდეგო მაგ დაწერილი და არა თქვა და ძალიანაც კარგად იყო საქმის კურსში ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ სააკაშვილი რომ თუ გარდაიცვლება ხაზარაძე მე უკვე თამამად დაადებს სააკაშვილსაც ხელს ამას ნიშნავს კარგი ბატონი ალუდა ბატონი ილია გთხოვთ ბატონო გურამ თქვენ გნებავდათ მგონი კითხვის დასმა შემდეგ გთხოვთ მადლობა ბატონო რამაზ მოგესალმებით ინტერნეტ სივრცეში ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ინფორმაცია არის შესაძლებელი რომ მოიძიოს ადამიანმა იმ დავასთან დაკავშირებით რომელიც თქვენ გაქვთ იმ საკითხთან დაკავშირებით რომელსაც ეხლა ბრძანებდით და უყვებოდით საზოგადოებას აი თქვენ როდესაც გითხრეს რომ კონსტიტუცია დაგიცავდათ დიახ კონსტიტუცია მართლაც ძირითადი კანონი არის და რა თქმა უნდა ყველა მოქალაქეს უნდა იცავდეს დიახ ეს ასე არის მაგრამ აი როდესაც თქვენ ფინანსურ პოლიციაში რო გითხრეს რომ ჩვენ არც ქურდები ვართ არც არის კიდე როგორ მხედრიონი ხო არც მხედრიონი და არც არავინ ჩვენ უფრო ბევრად მაგრები და ძლიერები ვართ და ჩვენ სახელმწიფოს სახელით გეჭიდავები და ასე ვთქვათ გააცნობიერე რა ხელა ძალასთან გაქვს საქმე თქვენ არ უთხარით მას რომ მათ ეს რო გითხრეს რომ როგორ კადრულობთ კაცო მე ხო კონსტიტუცია მიცავს რაც თქვენ პარტნიორმა დაგაბარათ რომ თქვენ ხო კონსტიტუცია გიცავთ ეს არ უთხარით რომ როგორ გეკადრებათ კაცო აგერ მთელი რიგი კანონმდებლობა ჩემს მხარეზე არის და თქვენ რას მისძავთ როცა აგერ კონსტიტუცია მიცავს არ უთხარით ეს იცით რა ზუსტად ეს სიტყვა სიტყვით მესმის რომ რიტორიკული არის და ამის შემდეგი კითხვა მექნება დაახლოებით ესეთი პასუხი ის იყო რომ სახელმწიფო ჩვენა ვართ იქ იცით როგორ არც მალავდნენ თქვენ ხო არ გონიათ რომ თვითონ ფიზიკურად აი ან შემოდიოდა თქვა კეზერაშვილი დაკითხვაზე ან რაღაც იქ თვითონ მეუნებოდნენ აი მათ თანამშრომლები დღეს ეხლა ეს დაგვავალეს თქვა მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავა იგივე კეზერაშვილზე ხო ლაპარაკი აღარ არის მით უმეტეს მის სამსახურში ამ ხელა ასე თქვა მაღალ ჩინოსნები ჩართულები ელემენტარული თქვა თუნდაც დარღვევა ყოფილიყო რაღაცა თქვა ყიდვის პროცესში ამას მოდი ეს თქვა ჩემი დაბარებები და შეშინებები რა თქმა უნდა გამოეძიებია და დაედოთ რომ თქვა პრივატიზების დროს მოხდა იქ რაღაცა კანონდარღვევა პირიქით როცა ჩემზე ჩამორთმეული ქონება ბატონო მიხეილის ბრძანებით ეკონომიკის სამინისტრომ გაიტანა ანუ შენობა ნაგებობები რომელიც ჩემი საკუთრება იყო გასაყიდად ბევრად ნაკლები თანხა იყო შენობა ნაგებობის დასახელებული იმიტომ რომ რა თქმა მინდა ამითი რომ აი თქვა რომ შენი ეაფათი ყიდი კიდევ ამ 40-იან წლებში აშენებული ხის ფარდულები იყო
იქ ძირითადი შენობა ნაგებობა ესეთი აბანოს გარდა არ იყო და ამიტომ თქვენ კითხვას შემიძლია გიპასუხოთ რომ მათ ერთი რამე ქონათ სახელმწიფო ჩვენა ვართ გითხარი გააკეთე არ გააკეთებ და ანუ საფრანგეთის მმართველის ეს სიტყვები თავის დროზე ქონდათ როგორც ჩანს კარგად საკითხული ხო? რა თქმა უნდა ათვისებული და ალბათ მე არა ვარ პირველი ვისაც ესეთი და შეიძლება ვარესიც ახლა მე ქონებაზე მაქვს საუბარი და ადამიანებს შვილები და ოჯახები დაუნგრიეს. კი ბატონო. და თქვენ როდესაც თქვენს პარტნიორს რატო გეკითხებით ამას ნახეთ პარტნიორული ურთიერთობა არის ახლობით როგორც ასე ვთქვათ აი ოჯახური ურთიერთობა. რა თქმა უნდა. და კიდე მეტსაც ვიტყვი რომ უფრო მეტიც კი იმიტომ რომ ოჯახურ სიტუაციაში შეიძლება ასე ვთქვათ პირადი გზნობები ან სენსიტიური რაღაცები იყოს წინა ასე ვთქვათ ფლანგზე, მაგრამ პარტნიორულ ურთიერთობაში არის კაცრად პასუხისმგებლობის ნაწილი, ვალდებულებები და შესაბამისად აქ გზნობები ასე ვთქვათ მეორე ხარისხოვანია და ცივი გონებით არის სამართავო ეს სიტუაცია. აი როცა თქვენ პარტნიორს ეუბნებოდით რაც თქვენ ბრძანეთ რომ იქ რაც ხდებოდა სახში ვესტუმრე ღამე როდესაც გამოდიოდი გეტყვით იმას რომ დიახ ნუ ეხლა იმ პერიოდში ვისაც შეხება ჰქონდა და როგორც თქვენ ბრძანეთ დაახლოებით ნახევარს თუ არა იმის ნახევარს ნამდვილად ჰქონდა ფინანსურ პოლიციასთან შეხება ამა თუ იმ ფორმით ну გეტყვით რომ აი როდესაც დაკითხვაზე მივხვებოდი მაგალითად პირს გვიან ხამემდე მაგალითად 10-12 საათის განმავლობაში უწყვეტად მე დავსწრები ვარ ამ საგამოძიებო პროცედურას და ძალიან ხანგრძლივი იყო და ძირითადად ღამის საათებში მე უკვე სრულდებოდა ხოლმე ну ეს წარმატებით როდესაც იქ გიშვებდნენ და არ იტოვებდნენ იქ ხო პირს აი როდესაც თქვენ ვიდეოდით ეუბნებოდით რომ დღეს ეს მოხდა ეს იყო ეს სიგნალი იყო ასე შემდეგ თქვენ რო უთხარით რომ ბიჭო აგერ კი მითხარი რომ კონსტიტუცია და მეც ვიცი ეს რომ უნდა მიცავდეს მაგრამ იქ ამას მეუბნებიან და როგორ არის ეს ამბავი რა ბედი იქნება ჩვენს თავს ანუ თავიდან ხო პარტნიორულ ურთიერთობაში ჩვენი აღქმით ასე არის და თუ ეს ასე არ არის რო გითხრათ რომ ეს ხო მარტო თავიდან ანუ პირადად თქვენს წინააღმდეგ არ იყო თავიდან ეს სიტუაცია ანუ როგორც თქვენ ბრძანეთ ანუ ბიზნესისკენ მიდიოდა ეს და სინამდვილეში მე ეს სხვა რამე გამოიკვეთა ხომ ასეა და როდესაც ეს თქვენ უთხარით რომ ფაქტი არის რომ ეს კონსტიტუცია უკაცრავად და საზოგადოების წინაშე ბოდის ვიხდი ფეხებზე კიდიათ ამ ადამიანებს და ისე იქცევიან და ასე შემდეგ და როგორ უნდა მოიქცეთ რაიმე სტრატეგია არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ სხვა გზა რა გვჭება როგორ უნდა დავიცვათ თავი ანუ ეს სტრატეგია არ ქონდათ რაიმე სახის ანუ ასე ვთქვათ გეგმა არ ქონდათ შემუშავებული რას გეუბნებოდათ იცით პარტნიორულ ურთიერთობებში რა თქმა უნდა ასია და პირიქით რო არ მეთქვა კიდევაც შეიძლება ცოტა მეტი მოენდომებინა ადამიანს მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ ერთ-ერთ შეხვედრაზე რომელიც მერიოდში შევხვდი მამუკას და ბადრის მახთა ჩემი ახლობელი და უთხარი რომ მამუკა აი ესეთი ძიმე სიტუაციაა უკვე აღარ ეს რომელი წელი არის რო უთხრათ 2006 ისე დიახ აღარ იხევენ რომელ პერიოდში შეხვდით რუსთაველს ხო და კაფეში ანუ აქეთ დიახ ხო დიახ და ქონდა საუბარი და მე ვთხარი მამუკა ძალიან ძიმე სიტუაცია უკან არ იხევენ უკვე ამის უკვე ქმედებაზე გადადიან შეიძლება ერთ-ერთ შეხვედრაზე მივიდე და უკან ვერ დავბრუნდე რა და მე ვთხარი მე რო არ მოგატყუო მეთქი ძალიან კარგად ვიცი რა ხდება ციხეებში და ასე შემდეგ მაგრამ ზადავარ მეთქი რომ არ დავწერო განცხადება დათმობაზე წავიდეთ დიახ დათმობაზე წავიდე ამ ციხეში თქვათ ჩემი ახლობელი იქვე დაპირდა რომ ოჯახს და ყველაფერს მე რამაზე შევინახავ იმიტომ რომ მე ესეთი გადაწყვეტილება მქონდა და აქვე რომ ჩავიკითხოთ ნახეთ იცით რა გვაინტერესებს ეხლა თქვენ რო ეუბნებოდით რომ მე ციხეში უნდა წავიდე თქვენ რა პოზიცია გეკავათ იმიტომ რომ ხელმძღვანელო წარმომადგენლობით უფლებამოსილება ჰქონდათ ის ხომ მეტი პასუხისმგებლობით იყო წარმოადგენილი და თქვენი პასუხისმგებლობა რატო უნდა დამდგარიყო და არა დაუშვათ სხვისი ვისაც დაუშვათ მეტი ჰქონდა კომპანიის წინაშე და
კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირზე არის საუბარი, ხო და წესით ასეა თუ რაიმე უნდა იყოს და თქვენთან მიმართებაში როგორ უნდა დამდგარიყო, აი როცა ეუბნებოდით მაგალითად ჯაფარიძე ხაზარაძეს რომ მე მზად ვარო წავიდე, აი თქვენი ასე ვთქვათ პოზიციიდან გამომდინარე როგორ უნდა წასულიყავით იქ, აი ეს რო აგვიხსნა და საზოგადოებას რო ძალიან მარტივად თუ ვერ მიიღებდნენ ისინი ჩემგან განცხადებას, ახლა პრობლემა მათ გამერწმუნებით არ ქონდათ, ეხლა სულ არ ქონდათ მიზეზი მოკიდებდნენ ხელზე შეგაგდებდნენ და მე იტყოდნენ რომ გაუწიეთ წინააღმდეგობა რაღაც ახლა მიზეზის პოვნას მანდ მით უმეტეს იტყოდნენ რომ აი ამ თაღლითმა ხო მითხრეს შენო პრეზიდენტი მოუატყუე მე ვთქვი პრეზიდენტი საერთოდ თვალით არ მინახავს როგორ უნდა მომეტყუებინა მით უმეტეს მიშა არ იყო 98 წელში მაგრამ ნუ იქ მიზეზები და ესენი ძალიან ბევრი ქონდათ. კი ბატონო რამაზ აზრი გაგიწყდათ ბატონი ალუდას კითხვაზე თქვენ ყვებოდით ამბავს თბილისი მარიოტში ხვდებით მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და თქვენ ეუბნებით რომ უკვე ცუდად არის საქმე და გადავწყვიტოთ თუ საჭიროა მიუხედავად იმისა რაც ხდება ციხეებში წავალ მე ციხეში ახლობელიც არის უკვე მზად რომ ჩემი ოჯახი ჩემი ციხეში ყოფნის დროს შეინახოს აი საუბარი რო რომელიც ასევე რისკის ქვეშ დგებოდა. რომელიც რა თქმა უნდა დიდი რისკის ქვეშ დგებოდა და აი ეს საუბარი რო გააგრძელოთ. უთხარი, არა, ოღონდ ერთი მოთხოვნით, მე ვუთხარი, მამუკა, მე ვიცი რომ შენ შეგიძლია, შენ მეუნები რომ მე რაღაცებს ვალაგებ და როგორც აღმოჩნდა და რაც დაალაგა კი ვნახეთ კარგად ბოლოში და ამიტომ მოდი მე ამ ხელა რისკზე და ანუ ყველაფერზე მივდივარ, უბრალოდ მე ამ ასე ვთქვათ წილიდან ამჟამად არ ამომაგდო და ვიქნებ ბოლომდე და მე არ თუ ჩემი დაწერით წდება ჩვენი საკითხი მე მზათა ვარ მე ვთხარი ამ სვერბლისთვის მოდი ასე ვთქვა და ციხეში ჩაჯდეთ მე არ ვიციო მე შენ ვერაფერ გარანტიას ვერ მოგცემო და ეხლა იმ მომენტში რო კითხო ახლა ისე პირად საუბარი შეიძლება გითხრას აბა როგორ ამიღო მე ჩემ თავზე მაგრამ არის მეორე რომ მე შემიძლია გითხრათ რომ მე შევეცდები ხო ყველაფერს გავაკეთებ და ნუ ასე შემდეგ ნუ რაზეც მივიღე უარი და მივხვდი რომ ასე ვთქვათ მოდი პირდაპირ ვთქვათ ვიყავ დარჩენილ უპატრონოს და ვიყავი გლის ხახაში ბატონო ალუდა თქვენ გაგრძელეთ და შემდეგ ბატონი ილია გეო დიახ ესე იგი თქვენ ბრძანეთ რომ აი ეს მთელი ტერიტორია უცებ ამოირიცხა განკარგულებით პრეზიდენტის განკარგულებით და გადმოეცა ნუ შეიძლება მთავრობის დადგენილება პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე ეგეთი რაღაცა არა ნუ მაგას ფორმას არ აქვს მნიშვნელობა სულ რო დაბარი რგოლის მენეჯერს გაიკეთებინა ეს ასეთი საკითხი ხარ რას თქვენ ბრძანეთ პრეზიდენტის და მაშინდელი პირველი პირის შეთანხმების გარეშე თქვენ ხო და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რომ ეს ხო წარმოუდგენელი არის რომ მომხდარიყო თუნდაც სხვას მოეწერა ხელი ფორმას ტექნიკურ მხარეს მნიშვნელობა არ აქვს აი თქვენ როდესაც შთაბეჭდილება შეგექმნათ იმისა რომ აი რას თქვენ ბრძანეთ რომ მას შეეძლო რომ ნებისმიერ საკითხზე კომუნიკაცია ქონოდა სააკაშვილთან ხო ნუ მოდი საქმეა ხო ნუ რა თქმა უნდა და აი როდესაც თქვენ უკვე შეხვედით იმ კონდიციამდე რომ აი ასეთ სიტუაციებს ალაგებს ასე ვთქვათ რომ დაუშვათ განკარგულება იქნა თუ არ ვიცი სხვა ფორმით იქნა სამართლებრივი აქტი გამოცემული რომლითაც აი ეს მთელი ტერიტორია გადმოეცა და ამოირიცხა სატყეო მეურნეობიდან და სხვა მიზნისთვის იქნა სტატუსის შეცვლილი აი თქვენ არ უთხარით რომ ბოლო-ბოლო ეს ხო ეს ფინანსური პოლიცია ეს ასე ვთქვათ სახელმწიფო სახელით ჩემზე დაგეშილი ხალხი თქვენ ხო გექვემდებარებიან და სახელმწიფოს ხო მიშას ხო ექვემდებარებიან და როგორ არის ეს ამბავი და ბოლო-ბოლო ან ესე გადავწყვიტოთ ან ეს თქვენ რაც ეხლა ბრძანეთ და აი ამასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია როდის დაიჭირა რომ გითხრათ რომ აუშვათ მე არაფერ შუაში არა ვარ და აგერ თქვენ იცით და მე სხვა გზით წავალ მოდი ესე ვთქვათ ეგ პოზიცია გაკვირვებული სახე ეჭირა თავიდან პირველად როგორც მოგახსენეთ როცა მივიდიოდი და უთხარი რომ რატომღაც ფინანსურიდან დამირეკეს და მივალ გავერკვევი მოდი ესე ვთქვათ არ დამჩენია დიდი ისეთი რომ გაოცდა შეშფოთდა რაღაცა ესეთი ხო კაიო წადიოდე ესე კიდე შეერატიპი ხარო ბუდუში გამოთქვას რაც მითხე ესე რომ მოხვალ და რაღაცა სასიამოვნო ამბავი მაინც მოგეტანა აბა ეხლა აიციო მოხვალ და რაღაც არასასიამოვნო და მაჯახოობდა
მეთქარი მე შენთვის ყოველ საქმიან სიტუაციაში მოვდივარ, ეხლა ასე ვთქვათ, ბავშვების მეგობრები ჩვენ არ ვიყავით, რომ ანეკდოტების მისა ყველა შეხვედროდი, მოვდივარ საქმიანობას და საქმიანი შეხვედრა ყოველთვის არასასიამოვნო ფაქტებით იწყება, იმიტომ რომ რაღაც საკითხია გადასაწყვეტი, ხო? და მეც ჩავდა, მაგიტომაც უთხარი, რომ მე მამუკა მივდივარ და მირეკეს არა ვარ საქმის კურსში. წადიოდა მითხრა და მე გავერკვევითო. ერთხელ იყო რომ გამყვა მისი წარმომადგენლებიც, იმიტომ რომ დოკუმენტები რაღაცები და იმ შეხვედრის შემდგომ არ ვიცი ახლა გააფრთხილეს, თვითონ მოიფიქრა, თქვათ, იცოდნენ, ყველა მიცოდა ოფისში, რომ თქვათ, ოფისში ამ საათზე, იმ საათზე უნდა ყოფილიყავი. უფრო მეცაც გეტყვით. ერთი-ორჯერ იყო შემთხვევა, რომ მათ, ანუ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს არ უპასუხე და მომძებნეს დამერეკა, ანუ ერთ-ერთმა დირექტორმა და მითხრეს, აი რამაც სადახარ შეგვჭამეს ფინანსური პოლიცია გეძებს. მე ვთხარ, შენ მე რატომ მერეკა? უთხარი, არ ვიცი სად არის. აი ოფისიდან თქვათ დამირეკეს ერთი-ორჯერ როცა დაარეკეს და უკვე ძალიან ასე თქვათ შეწუხებული ვიყავი და თავის არიდებას ვცდილობდი და მე არც დავმალავ, მე ჩემი გზებით ვცდილობდი იქნებ კეზერაშვილთან გამერკვია რა დავაშავე ესეთი და ანუ რამდენიმე დღის მოგება მინდოდა და თვითონ ოფისიდან დამირეკეს და მითხრეს ფინანსური პოლიციიდან მე დამირეკესო დირექტორი მეუნება და მოდიო რა უკვე მესამეჯერ მირეკავენ და შევწუხდი და უთხარიო რა აქ აღარ იქავარ და რაც გინდა ეს უთხარი მე ნუ მირეკავენო და შენ რატომ მირეკავ მე უთხარი რომ არ ვიცი სად არის იმათ იმის ტელეფონი ავიღე თავისთავად ხო ოფისიდან რომ იმიტომ რომ იქიდანაც ველოდებოდი პასუხს იქნებ რამე მეშველა ეს ოფისი რა ოფის გულისხმობ ჩვენი სააქციო საზოგადოების ოფისი გასაგებია ბატონი ილიას ჯერია, შემდეგ მაპატიეთ ბატონო გურამ, შემდეგ თქვენი ჯერია. ბატონო რამაზ, მე აი ცოტა თავიდან მინდა კითხოთ. მანამდე იცნობდით თუ არა ბატონ ხაზარაძეს ან ჯაფარიძეს? მოდი ეს ვთქვათ, მე მქონდა შეხვედრა, მაგრამ ეს ასე ვთქვათ ნაცნობობა არ იყო. 2001 ანუ 2002 წელს მე ბატონი მამუკა ხაზარაძის ინიციატივით შევხვდით მაშინ ოფისი ქონათ ვაკეში ჭავჭავაძეზე ყოველ შემთხვევაში ალბათ ერთ-ერთი და მე ვთხოვეს მისვლა პირველი გასაუბრებაზე რა თქმა უნდა მივედი და მითხრა რომ როგორც ბიზნესმენი და როგორც ადამიანი დაინტერესებული იყო ლისისთვის განვითარებით და ბიზნესში მონაწილეობით და გამკითხა აზრი მე ვთხარი შენ მე შემომთავაზე წინადადება მე ამას მოვიფიქრებ განვიხილავ და გეახლები ну მაშინ მითხეს მოდი მეც კარგად ჩამოყალიბდებიო და ხოლმე შემდგომი შეხვედრა არ მოგატყუეთ ჩემზე მობილიზებული და ბიზნესში უფრო მცოდნე ადამიანს ვთხოვე და წამომყვა და მათი აზრი რომ მოვისმინეთ მოდით ასე ვთქვათ განხილვის საკითხადაც არ ღირდა იქვე შევწყვიტეთ ურთიერთობა მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ შემოგთავაზეს რაღაც X თანხა რომელიც უნდა დამეტოვებინა ისევ კომპანიაში ის კი არა თქვა წილს ვიყიდი ისევ კომპანიაში უნდა დამეტოვებინა და მე პლუს ამას ვინცაც რა წილი დარჩებოდა იმის მიხედვით უნდა შეგვეტანა თანხა და მე უთხარი მამუკას მაშინ რომ შენ რა გამოდიოდა და თქვა ჩემთან წილში რო იყო რო შემოიტანდა თქვა საჭირო გეტყოდა არის საჭირო 5 მილიონი რაც ბევრჯერ აქვს გაკეთებული შეუნა მიგეტანა თქვა შენი წილის თქვა 2 მილიონი ეს 2 მილიონი საერთოდ არ მოუწია თქვა და რომ თანხა იქ უნდა ყოდამეტოვებინა განვითარებისთვის და დანარჩენი შემდგომში ინვესტიცია უნდა მივყოლოდი ჩემი პროცენტი და რაც გამორიცხული იყო და არ მჭირდება მე უთხარი მამუკა მე ესეთი არც პარტნიორი არც ბიზნესი როცა დამჭირდება მაშინ გავაკეთებ და უთხარი რომ მეტი აღარ დამკავშირებოდა იმიტომ რომ ჩვენ საუბარს მომავალში აზრი არ ექნებოდა. ამ ფაქტის მერე მოხდა ის, რომ უნდა შეხვედროდით ინვესტორს, გაგაფრთხილათ ვიღაცამ, თუ არა და გექნებოდეთ საქმე. ერთი წლის მერე, ანუ ასე ვთქვათ ვარდების რევოლუციის მერე მოხდა ეს ვარდების რევოლუცია და თუ არ შეხვდებოდით ინვესტორს, საქმე გექნებოდათ ოქროაშვილთ. კი ბატონო. და მერე მოგიწიათ ეს შეხვედრა სადაც კიდევ ერთხელ შევხვდით მე ბატონ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს. მათ უთხარით თუ არა იმის შესახებ, როცა რა წილი აინტერესებდა ინვესტორს? ეს იყო საკონტროლო პაკეტი თუ საკონტროლო პაკეტზე მეტი.
საკონტროლო პაკეტზე. წაიღეს 70%-ამდე. აჰა. და თქვენ დარჩით ასე ვთქვათ 33%. დიახ. როცა უკვე გახდით პარტნიორები და ეს ყოველდღიური შეხვედრები გქონდათ, საუბრები, გეგმები, როგორ გეგმავდით, მანამდე გქონდათ ხო ეს გენერალური გეგმა თქვენ დამტკიცებული და გავლილი მერიასთან? შესამტკიცებლად, არა. გენგეგმა და საპროექტო დავალება აღებული მქონდა, გენგეგმა გაკეთებული იყო, და მაკეტის ველოდებდა აგვისტოს თვეში უნდა გამეტანა, ჩვენი ეს შეხვედრა მოხდა ივნისი-ივლისში. ერთი დაასრულა. მათი შემოსვლის შემდეგ ეს გენგეგმა გადაკეთდა, რამე ცვლილებები განიცადა? არავითარი გენგეგმა იგივე გეგმა დარჩა ესე იგი და გეგმა საერთოდ გადაიდო გვერდზე, იმიტომ რომ თქვეს რომ ეს არის ტერიტორია ცოტა და ახალი გეგმა გასაკეთებული გეგმისთვის საჭირო იყო მეტი. ამ პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე თქვენ ჩააყენეთ საქმის კურსში რომ გაფრთხილებული იყავით რომ თუ ინვესტორს არ შეხვდებოდით ოქრუაშვილთან მოგიწევდათ ურთიერთობის დაჭერა. თქვენი პარტნიორი გაფრთხილეთ რომ ეს გაიარეთ ეს გზა და ეს იყო მიზეზი ერთ-ერთი შეხვედრის. ასე აღარ დამეკონკრეტებია, იმიტომ რომ მე მაჩნდა ვიგეცი არის, მაგრამ მე ვუთხარ რომ ამ ფორმით ჩვენი შეხვედრა კიდევ არ იყო მეთქი საჭირო. არ გითქვამთ რომ თქვენ აქტიურად იძულებული იყავით ხო რომ შეხვედრებით და მაგრამ ეს არ მოგიყონლიათ იმისთვის? ვიცით, ეგ მომენტი არ არის საჭირო, მან ძალიან კარგად იცოდა და უბრალოდ დაუფიქსირე, შენ ხო იცოდი ჩემი განწყობა, მე ვუთხარი შენს მიმართ და მით უმეტეს ამ ფორმით შეხვედრა ჩვენი საჭირო არ იყო, ხოლმე ბოლო-ბოლო თბილისია და საქართველოა და უახლოეს ადამიანს გიპონი და გეტყვი რომ აი მაშინ რაღაც არ გამოვიდა, აგე ძმაო, მოდი რა კიდე დაელაპარაკე. მით უმეტეს ახლა შენი პოზიცია უფრო მონგებიანია. თქვენ როცა მოგიწიათ დათმობა ამ ქონების იმ კაცთან ვინც გაგაფრთხილათ ოქრუაშვილთან მოგიწევთ საქმე ის მერე აღარ გამოჩა ან თქვენ არ ქონიათ არა ცდელობა რომ დალაპარაკებოდით და გეთქვათ რომ მე თქვენ რო გამაფრთხილეთ რომ ამას არ წამართმევდით და ინვესტორს დავლაპარაკებოდი იმიტომ წავედი და მაინც თუ ჩამომართმევდით უკვე იმ პერიოდში თვითონაც აღარ იყო თანამდებობის პირი და მას ლაპარაკში ვეთყობოდა რომ საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში იყოს თქვენ შეამჩნიეთ რომ ის დავალებას ასრულებდა ნამდვილად შევამჩნიე ნამდვილად აი ეთყობოდა ადამიანს რომ დავალებას ასრულებდა ის კაცი ვინც თქვენ გაგაფრთხილეთ მე გადმომცა აი ეს პირველის მოთხოვნა ასე თქვა თვითონ უხერხულ მდგომარეობაში იყო ამ დავალების შესრულების გამო დროს თუ ამდენად დიდ მსახიობია არ არის და მგონია რომ იყოს ნამდვილად ეთყობოდა რომ ერჩივნა რომ საერთოდ არ გვესაუბრა ამ თემაზე და როცა თქვენ დათმეთ ეს ქონება და ამბობთ რომ ის უკვე აღარ იყო თანამდებობაზე საერთოდ აღარ იყო თუ სხვა თანამდებობაზე იყო იცით მე შემდგომში აღარ მიმიდევნებია მე მისთვის თვალყური ხლა მეგობრობით არ მეგობრობდით და სანათესაო არაფერი გვაკავშირებდა მაინტერესებს ის დააწინაურეს ამისთვის თუ არა ეს მე რაღაც ერთი პერიოდი მუშაობდა მაგრამ მე რო ეს ამბავი შემემთხვა მე უკვე სად იყო ნამდვილად არ მომიძებნია მე ასევე შემიძლია გითხრათ რომ ქვეყნის ბატონო მე ასევე შემიძლია გითხრათ რომ თვითონაც მირჩია მოდი ასე ვთქვათ რა უბრალოდ ჩემი რჩევა იქნებაო რომ რა თქმა უნდა სულ არ დაუთმობო თუ მაგამდე არ მივიდაო საქმე მაგრამ ეცადე რომ შენთვის რაც მეც დაიტოვებ რა თქმა უნდა ეს იქნება ჩემი რჩევაო ერთადერთი და წინააღმდეგობასაც ნუ გაუწევო და ერთ რამეს დავაზუსტებ თუ შეიძლება თქვენ როცა დათმეთ ეს ქონება ხო სააქციო საზოგადოებას ეკუთვნოდა სააქციო საზოგადოებას ეკუთვნოდა კი პრინციპულად რო ავიღოთ ხო და ამ სააქციო შენობა ნაგებობები და ყველაფერი შეტანილი იყო ჩემი ერთადერთი ვალდებულება იყო სახელმწიფოსგან მიწას როგორც კი გამოვისყიდიდი უნდა შემეტანა სააქციო საზოგადოებაში დიახ და თქვენ ამ მომენტში გქონდათ 30% დაახლოებით ხო და თქვენ რა უფლება გქონდათ რომ სააქციო საზოგადოების ქონება დაგეთმოთ 30%-ის
თუ არა ჯერ სააქციო საზოგადოება რა თქმა უნდა შეგნია აქციების განაწილებულია ყველაფერი არის სააქციო საზოგადოება ყავს ამეთო ყველაფერი მუშაობდა ჩვეულებრივ რეჟიმში ერთადერთი მიწა არა იყო აბარი საფუძველზე მოძებნდა უბრალოდ მან იცით როგორ არის რომ ეხლა რა ვიცი ეხლა ის მინიმუმ გადაეცით რაღაც ხო დათმეთ ქონება მე დავთმე ასე ვთქვათ ქონება და დამათმე ხო დავთმე ქონება რა მოკლედ რო არ დაგყავთ იქ რაღაც დეტალებია რომელსაც მან ჩასვლა უნდა და კი ბატონო დოკუმენტები ბატონ რამას წარმოდგენილი აქვს ყველაფერში გავერკვევით თავარია რომ მან იძულების წესით ნოტარიული წესით გადააფორმა სახელმწიფოზე თავისი კუთვნილი რაც იყო ამ ბიზნესში ღამის 2 საათზე და შემდეგ მთლიანი ბიზნესი ხელში ჩაიგდო ხაზარაძემ. ეს არის მთელი ფაბულა ამ საქმის. უკეთესი პირობებით. და ხელისუფლება ერგებოდა ხაზარაძის ინტერესებს და ხაზარაძე იყო მესენჯერი, ასე ვთქვათ, უბედურების, არა მხოლოდ თქვენთან, არამედ ჩვენ მოვისმინეთ ჯემალ ლეონიძე, ბიზნესმენი, სქემა არის ბატონ რამაზ იქაც იგივე. მიდის ხაზარაძე ბიზნესმენთან ეუბნება დაგიპარტნიორდები. ეს არ არის მხოლოდ მისი სურვილი, ეს არის ხელისუფლება დგას მაშინდელი მის უკან. იქნება სააქციო საზოგადოება, ფორმდება მემორანდუმი, ჯერ მე იქნება სააქციო საზოგადოება და შემდეგ იწყება ადამიანის ამა თუ იმ ფორმით გაუბედურება, ზოგი ხვდება ციხეში. მაგალითად ბატონი ჯემალ ლეონიძე, რომელიც თქვენამდე რამდენიმე დღით ადრე მოვიდა, ალბათ უსმენდით, მან არ მიიღო დათმობის შესახებ გადაწყვეტილება, ის მოხვდა ციხეში და მაინც დადგა იგივე შედეგი. ანუ შესაბამისად აქ ციხეში მოხდებოდი, არ მოხდებოდი, შედეგი იყო მაინც იგივე და კიდევ უარესი. ეს გამოცდილება და პრაქტიკა მქონდა ქალბატონოთია, ვიცოდი მშვენივრად რაც შემდგომში. თუმცა მზად იყავით ციხეში წასულიყავით და ხაზარაძე მარგიშველად. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვერც ეშველა, მაგრამ არაფერი არ იღონა იმისთვის, რომ რადგან მას პირადი ინტერესი ჰქონდა, რომ თქვენ რო ჩამოგიცილებდნენ, მე როგორც ჩანს თვითონ უნდა აღმოჩენილიყო თქვენ ადგილას. ბატონი გურამი დასვამს შეკითხვებს და შემდეგ დაგემშვიდობებით. მოგესალმებით ბატონ რამაზ, პირველ რიგში მე მცირე შეფასებას გავაკეთებ, მოგეხსენებათ ჩვენი კომისიის მიზანი გახლავთ რომ შევაფასოთ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პერიოდი, ეხლა უკვე იმის შემდგომიც, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი მაგალითი წარმოადგენს მაშინდელ დროს და როდესაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემური დანაშაული სად არის ნაციონალური მოძრაობის დროს, გარდა იმისა, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ეს პირდაპირ აქვს ჩაწერილი, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს იყო სისტემური დანაშაული, თქვენი მაგალითი ამ შემთხვევაში, აი მოკლე რეზიუმე რო გავაკეთოთ, არის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი სისტემური დანაშაულით, როდესაც ჩართულია დაწყებული თავისუფალი პროფესიის ადამიანისგან, ნოტარიუსისგან, გაგრძელებული კერძო ბიზნესით, ხაზარაძის სახით, სადაც ჩართულია ფინანსური პოლიცია, პროკურატურა, მერია და თავში პრეზიდენტი. აი ეს არის კლასიკური მაგალითი, რაც ახლა საზოგადოება მოისმინა თქვენგან მტკიცებულებებით გამყარებული საქმე და შესაბამისად სწორედ ამიტომ მსგავსი საქმე იქნებოდა დარწმუნებული ვარ სტრასბურგში, როდესაც მან დაწერა ასევე რომ სისტემური დანაშაული იყო. აი ეს არის ერთ-ერთი კლასიკური სახე. და ასევე ბატონი ლეონიძის საქმე, რომელიც ქალბატონ მათიამ ახსენა, იქაც სამწუხაროდ მონაწილეობს ხაზარაძე და ჯაფარიძე, ასევე იქაც იმ შემთხვევაში ფერები მოეწონათ, როგორც ბატონმა ლეონიძემ ბრძანა და იქაც ჩართულია ნოტარიუსი, კერძო ბიზნესი, ფინანსური, პროკურატურა და თავში პრეზიდენტი. ბატონ ლეონიძის შემთხვევაში მან აღნიშნა, რომ პატიმარი რომ იყო საერთოდ არ მოუკითხავს ხაზარაძეს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე პარტნიორები იყვნენ და საინტერესოა თქვენ შემთხვევაში იმის მერე, რაც ჩაიგდო ეს ბიზნესი ხელში, თუ შეხვდით მას, ან სატელეფონო კავშირი თუ ქონდა და ან ფიზიკურად თუ შეხვდით საერთოდ. სატელეფონო კავშირი არა, მაგრამ ფიზიკურად შეხვდით ორჯერ, სამჯერ ერთმანეთს
როგორც ხდება საქართველოში, მეგობარი გარდაიცვალა და თბილისში საერთოდ და იქ შემხვდა მომესალმა და გააგრძელა თავის გზა. კარგია ბიზნესი ჩავიგდე ხელშიო თუ არაფერი არ ვთქვა. მაგდენი არ ქონდა უკმაყოფილო სახე, მოდი ასე ვიტყვი. უკმაყოფილო სახე, უკმაყოფილი იქნებოდა ეხლა რა თქმა უნდა. თქვენ არ მოგეკითხათ რა შვები როგორ ხარ? აი, მადლობა. გასაგებია. ბატონო რამაზ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ თქვენგან ყველა დოკუმენტაცია გვაქვს მოწოდებული, თუ კი რაიმე დასკვნის შედგენის პროცესში დაგჭირდება, გვექნება თქვენთან კვლავ თანამშრომლობის იმედი. კი ბატონო, მზათა ვარ წარმატებებს გისურვებთ. არსებული დოკუმენტი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით დროისთვის და ჩემი გაჭირვების გულთან მიტანისთვის გისურვებთ წარმატებებს ნახვამდის. მადლობა. ჩვენ სამდივნოს მინდა ვუთხრა, რომ გამოვაცხადებთ 15 წუთით შესვენებას. ნახვამდის ბატონო რამაზ, გთხოვთ გააცილოთ ბატონი რამაზი და 15 წუთი გამოვაცხადებთ შესვენებას. 15 წუთიანი შესვენების შემდეგ ზუსტად პირველის ნახევარზე განახლდება სხდომა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სამდივნო მატყობინებს ბატონი გივით არგამაძე, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩაიბარა შეტყობინება, არ გამოცხადდა დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ ვიმსჯელებთ მოკლევადებში მასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მის შემთხვევაში და მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ამგვარი ქმედების შესახებ საქმე გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მოგვიანებით ამ საკითხს მივუბრუნდებით. ფაქტი არის ის, რომ 11 საათზე მოწვეული ბატონი გივით არგამაძე დღეს სხდომაზე 12 საათია და ამ წუთამდე არ გამოცხადებულა. თუმცა მას რა თქმა უნდა აქვს ჯერ კიდევ შესაძლებლობა დღის განმავლობაში, სანამ კომისია მუშაობს, შეცვალოს გადაწყვეტილება, ხელი აიღოს იმ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომელსაც ის ამ მომენტში ჩადის კომისიაში გამოუცხადებლობის ფორმით და გამოცხადდეს კომისიის წინაშე. ჩვენ პირველის ნახევარზე სხდომას რომ განვაახლებთ, მოусმენთ ბატონ კახა დაბრუნდაშვილს. მისი საქმე საზოგადოებაში ცნობილია და სამართალდამცველ სტრუქტურებში ცნობილია ეგრეთ წოდებული გირგვლიანი ორის სახელით და გახლავთ მორიგი შემზარავი ისტორია, რომელსაც ჩვენ დაუბრუნდებით ცოტა ხანში პირველის ნახევარზე.